უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა შესაძლოა საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს. ყოფილმა მოსამართლემ დეპუტატებს კოტე კუბლაშვილის საქმიანობის შესწავლისა და იმპიჩმენტის გამოცხადების თხოვნით უკვე მიმართა. კუბლაშვილს მოსამართლე ლალი ლაზარიშვილი ღია დაუპირისპირდა და მოსამართლეების ზეწოლაში დასდო ბრალი. ლაზარიშვილი დეტალურად ყვება თუ ზეწოლის რა ბერგეტებს იყენებდნენ მოსამართლეების წინააღმდეგ. კოტე კუბლაშვილის დავალებით ვინ აკონტროლებდა სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსს და რა ხდებოდა იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე უარს იტყოდა სასამართლოში ჩანერგილი პროკურატურის წარმომადგენლის დავალება შეესრულებინა. მოსამართლემ, რომელმაც სასამართლოს შიდა კულუარების საჯაროზე გამოიტანა, სასამართლო სისტემიდან გაათავისუფლეს. მან საკუთარი უფლებების დაცვა ჯერ იუსტიციის საბჭოშისა და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტს მიმართა იმპიჩმენტის თხოვნით. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV3-ს, ეს არის ток-შოუ დიდი პოლიტიკა. მე ვარ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტს ითხოვს, რა ხდება სასამართლო სისტემაში, არის თუ არა ზეწოლა მოსამართლეებზე და რატომ არ შეისწავლა იუსტიციის საბჭო მოსამართლის საჩივარი, რომელიც ხელმძღვანელობის მხრიდან დაკვეთებსა და დევნაზე ღია დალაპარაკდა. მე აღმოჩნდი მიუღებელი უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობისთვის. ყოფილი მოსამართლის შემდეგ ток-შოუ დიდი პოლიტიკის კითხვებს მოქმედი მოსამართლეები უპასუხებენ. სასამართლო სისტემაში არსებულ რა ხარვეზებს ხედავენ ისინი და რატომ ფიქრობენ, რომ მოსამართლეთა გამწესება იუსტიციის საბჭოს მიერ დღემდე კანონის დარღვევით ხდება. ვინ დაამკვიდრა და რას ნიშნავს მოსამართლეთა გაციმბირება თანამედროვე სასამართლოში და არის თუ არა ორად გახრეჩილი ქართული მართლმსაჯულება. დღეს ток-შოუ დიდი პოლიტიკის სტუდიაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ნათია გუჯაბიძე, მაია ბაქრაძე და მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი. რას ფიქრობენ მოსამართლეები მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნაზე, რომელმაც მათ მიერ გამოტანილი განაჩენები უნდა შეისწავლოს. რა პასუხი აქვს იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა ბრალდებებზე და რატომ თქვა უარი შეესწავლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლალი ლაზარიშვილის განცხადება, რომელიც სასამართლო ხელისუფლების პირველ პირებს ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებს. გათავისუფლდა თუ არა სასამართლო სახელისუფლებო წნეხისაგან, თუ არსებობს ძალოვანი უწყებების გავლენა მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებზე. დღეს ток-შოუ დიდი პოლიტიკის პირდაპირ ეთერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე. ლევანი ტოლერანტობის პირობებში ბევრი საკანონმდებლო ცვლილება იქნა მიღებული, რომელმაც მოსამართლეს შეუწყდა და გაუქმდა მთელი რიგი უფლებები. ეს უფლებები ახსნადენია. ლარის კურსი ეცემა, ფასები იზრდება, ოპოზიცია კი დეფოლტის საფრთხეებზე ალაპარაკდა. საქართველოს ბიუჯეტი 2014. რატომ ზრდის ხელისუფლება 127 მილიონი ლარით სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო ფონდს? იღებს თუ არა მთავრობა კოლოსალურ ვალს და ემუქრება თუ არა ქვეყნის ბიუჯეტს დეფიციტი, რისკები, რეალობა, პროგნოზები, მოვლენები, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება და ჩვენს ჯიბეზე აისახება. დღეს ზურაბ ჯაფარიძე და გოგი თოფაძე ток-შოუ დიდი პოლიტიკის სტუდიაში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემის შესახებ მივდივართ თუ არა ეკონომიკური კრიზისისაკენ. რა ხდება სასამართლოში და არის თუ არა ისევ ზეწოლა მოსამართლეებზე და რა პასუხი აქვს მოსამართლეების ბრალდებებზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, ამავე თემას ეხება ჩვენი ინტერაქტივიც, არის თუ არა სამართლიანი სასამართლო საქართველოში. ჩაერთეთ დღევანდელ გადაცემაში და დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება. დღევანდელ გადაცემას კი ვიწყებთ უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილ მოსამართლესთან საუბრით. მივესალმები ლალი ლაზარაშვილს, მოგესალმებით ქალბატონ ლალი, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში. რატომ მოითხოვეთ თქვენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის იმპიჩმენტი და რა დოკუმენტები წარუდგინეთ საქართველოს პარლამენტს? მოგესალმებით პირველ ყოვლისა და მეც მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისთვის. მოგეხსენებათ და თქვენ უკვე გააჟღერეთ, რომ მე მოვითხოვე ბატონი კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტი საქართველოს პარლამენტში შესაბამისი განცხადების შეტანით. თუ რატომ მოვითხოვე, ეს არის ამის ძალიან ბევრი საფუძველი მაქვს. კერძოდ მისი ხელმძღვანელობით შეიძლება ითქვას განხორციელდა ჩემი უსამართლო და არაკანონიერი განდევნა უზენაეს სასამართლოდან ჩემს მიერ განხორციელებული დამოუკიდებელი მასაჯულების გამო. ამის შემდგომ ახალი ხელისუფლების პერიოდში უკვე დღეს მე მქონდა იმედი, რომ ბატონი კოტე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ხელმძღვანელი პირები, კერძოდ ბატონი ლევანი მურუსიძე და სხვა მოსამართლე წევრებს გულისხმობ, ისინი რეალურად იყვნენ მზად და რეალურად ჰქონდათ ის მზაობა, რასაც ისინი გამოთქვამენ ტელეეკრანებიდან და ჩვენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრისას, კერძოდ
ვეცოდოთ, რომ მათ რეალურად სურთ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ქვეყანაში და ამის გარანტებს წარმოადგენენ. მე ამიტომ ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების ხელახლა გადასინჯვის მოთხოვნით მე მივმართე იუსტიციის უკვე ახლა დაკომპლექტებულ უმაღლეს საბჭოს და მქონდა გარკვეული იმედი, რომ ეს ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეალურად იყო მზად, რომ ის მაღალი მოწოდებები, რასაც ის ტელეკრანებიდან ესე ვთქვათ საუბრობს, რაზედაც საუბრობს ტელეკრანებიდან, ნამდვილად ცხოვრებაში განეხორციელებინა და პრაქტიკულად გაეკეთებინა ის, რისთვისაც ის არის მოწოდებული. მაგრამ მე შემდგომი ესე ვთქვათ ამ სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხდომაზე ეს განხორციელდა ამ წლის 12 ნოემბერს ამ ხდომაზე 9-4-ის წინააღმდეგ ხმათა ესეთი უმრავლესობით ჩემი განცხადება არ დაკმაყოფილდა და როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაკმაყოფილდა თქვენი განცხადება? ქალბატონ ლალი, აქ იყო ადგილი ისევ ზეწოლასთან და უბრალოდ უკვე რეორგანიზებულმა საბჭომ ჩათვალა, რომ თქვენს მიერ წარდგენილი არგუმენტები იყო ლოგიკას მოკლებული და აქედან გამომდინარე გითხრეს უარი. იცით რაშია საქმე? სამწუხაროდ ახლად შექმნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 9 წევრი, რომლებიც არიან უმრავლესობა ამ საბჭოში, საერთოდ არანაირად არ დაინტერესდნენ. იმის მზაობაც კი არ ჰქონდათ, რომ უბრალოდ გამოეკულიათ ჩემს მიერ მითითებული ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები მოსამართლის დამოუკიდებლობის დარღვევისა. სარგებლობენ ზეწოლით უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის მიერ? ანუ კუბლაშვილი ისევ ახდენს მანზე ზეწოლას. ჩემი დასკვნა ესეთია, რომ რეალურად დღევანდელი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელ პირებს არს, რომლებიც მოდიან ძველი ესე ვთქვათ სასამართლოს სისტემიდან, მათ რეალურად სურთ მათი არაკანონიერი გადაწყვეტილებების დღეს ესე ვთქვათ დღეს მათი შეცდომების გამოსწორება, მათ მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება და მათი არაკანონიერი გადაწყვეტილებების დღესდღეობით გამოსწორება, არამედ მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამართლება. მე ამაში დავწმუნდი ძალიან ცალსახად. ანუ თქვენ აცხადებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თია წულუკიანის მიერ დაანონსებული სასამართლო რეფორმირებული იუსტიციის საბჭო რეალურად ეს პროექტი ვერ განხორციელდა და დღეს ისევ ძველი კადრების მიერ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ამართლებს წინა 9 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას. დიახ, იმ ორ ხდომაზე, რომელზეც მე ვესწრებოდი ამ ჩემი განცხადების განხილვას, მე ესეთი შტაბეჭდილება დამრჩა, რომ ახლად პარლამენტის მიერ არჩეული 4 არამოსამართლე წევრი იბრძვის დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის, მთელი რიგი რეკომენდაციებით და წინადადებებით მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კერძოდ შემსაკითხთან დაკავშირებით მათ წარადგინეს ძალიან დასაბუთებული და სხვათა შორის საკმაოდ რამდენიმე ესე ვთქვათ ეს არ იყო ერთი ფურცელი, ეს რამდენიმე ფურცელზე საკმაოდ ვრცლად დასაბუთებული მოთხოვნა, რომ შექმნილიყო სპეციალური კომისია ჩემი საკითხის დეტალურად ჩემს განცხადებაში მითითებული კონკრეტული ფაქტების დეტალურად გამოკვლევის მიზნით. მაგრამ არც მოისმინეს, ზედმეტია იმაზე, რომ განიხილეს, არც მოისმინეს. ამბობს თქვენ, ქალბატონ ლალი, თქვენ იმედი გააქვთ, რომ საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ახლა თქვენ მიმართეთ, რეალურად მოახდენს ამ საკითხის შესწავლას, შეიქმნება სპეციალური კომისია, როგორც თქვენს განცხადებაშია ნათქვამი და თუ მიიღეთ უკვე პარლამენტიდან გამოხმაურება, რომ ამ თემით დაინტერესდნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ესე იგი, მე მაქვს იმედი, რომ საქართველოს პარლამენტს ნამდვილად სურს, რომ საქართველოში არსებობდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და დამოუკიდებელი სასამართლო და სწორედ ამიტომ მე მაქვს იმედი, რომ საქართველოს პარლამენტი ჩემს განცხადებას მისცემს შესაბამის მსვლელობას. ჯერჯერობით პარლამენტიდან არ მიმიღია შესაბამის გამოხმაურება, მე განცხადება შევიტანე 21 ნოემბერს და ველოდები პარლამენტიდან შესაბამის გასაგებია. ქალბატონ ლალი, თქვენ აცხადებთ, რომ თქვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა. სასამართლოში უზენაეს სასამართლოში მუშაობის დროს ვინ ახორციელებდა თქვენზე ზეწოლას? რა სახის დირექტივებს იღებდით თქვენ? რა უნდა შეგესრულებინათ და რისის შეუსრულებლობის გამო გამოგიკეტეს თქვენ უზენაესი სასამართლოს კარი? დიახ, ეს კონკრეტული პირები, რომლებიც ჩემზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ეს იყვნენ პროკურატურიდან სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში, თქვა დაწინაურებული პალატის თავმჯდომარეები, კერძოდ ადმინისტრაციული პალატისა და სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეები, ყოფილი პროკურატურის კადრები და ბატონი კოტე კუბლაშვილი.
ანუ გასაგებია სპეციალურად მთავარ პროკურატურისგან იყო ინტეგრირებული კადრები სასამართლოში, რომლებიც მოსამართლეების საქმიანობას უწევდნენ კურირებას და გაძლევდნენ თქვენ დირექტივებს? ეს მარტო სასამართლოში კი არა, ძალიან ბევრ სტრუქტურაში იყო ესე, კარგად მოგეხსენებათ. ეს ხდებოდა მარტო უზენაეს სასამართლოში თუ ეს ხდებოდა სხვა სასამართლოებშიც? ყველა ინსტანციაში მინდა მოგახსენოთ და შეიძლება ითქვა შეიქმნა, ანუ ერთიანი ცენტრალიზებული სასამართლო სისტემა სამივე ინსტანციაში, ანუ ეს იყო ცენტრალიზებული გადაწყვეტილებების მიღების სისტემა. ანუ თქვენ იღებდით კონკრეტულ დირექტივებს, რომელ საქმეზე რა განაჩენი უნდა გამოგეტანა, თქვენ განიხილავდით სამოქალაქო დავებს. ხომ არ იყო მაგალითად ადმინისტრაციულს. ხომ არ იყო მაგალითად დირექტივები, რომ საქმეები, რომელიც ეხებოდა კონკრეტული მოქალაქეების მიერ სასამართლო სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს, რომელიც ეხებოდა უკანონო წართმეულ ქონებას, რომ ამ თემებზე უნდა მიგეღოთ განსაკუთრებულად უარყოფითი გამამტყუნებელი განაჩენები. გადაწყვეტილებები, დიახ, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში იყო ესეთი კონკრეტული დირექტივები ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარისგან, რაც შეეხება სამოქალაქო საქმეთა პალატაში, აქ ნაკლებად იყო, ყველაზე ნაკლებად იყო აქ ესე ვთქვათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი ჯერ თავდაპირველ ეტაპზე, მაგრამ იყო ასევე ისეთი კატეგორიის დავები, მაგალითად შრომის დავები, რომლებიც ძალიან დიდ ინტერესს წარმოადგენდა იმდროინდელი ხელისუფლების, რომ დავა გადაწყვეტილიყო დამსაქმებლის სასარგებლოდ და დასაქმებული საზიანოდ და სწორედ ამ საქმეებში შევეჯახე მე იმდროინდელ ხელმძღვანელობას უზენაეს სასამართლოში. თქვენ ამბობთ, რომ დავა უნდა გადაწყვეტილიყო დამსაქმებლის სასარგებლოდ და დასაქმებული საზიანოდ. ეს საქმეები, რომელსაც თქვენ უზენაეს სასამართლოში განიხილავდით, უკვე განხილული იყო მანამდე სააპელაციო და საქალაქო ინსტანციებში. ანუ გამოდის, რომ თქვენ ამბობთ, რომ სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მოექცნენ გავლენის ქვეშ, მიიღეს გადაწყვეტილებები მაშინდელი ხელისუფლების სასარგებლოდ, შემდეგ კი შეექმნა სიტუაცია, როდესაც თქვენ გადაწყვეტეთ ამ სიტუაციის გამოსწორება, თქვენ უბრალოდ გაგიშვეს სამსახურიდან? ანუ ჩვენ ვიყავით, ანუ მე უზენაეს სასამართლოში წარმოადგენდი მესამე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც ევალება, რომ ყველაზე, ესე ვთქვათ, აბსოლუტური ზედმიწევნით, რამდენადაც ეს არის ბოლო ინსტანცია, ზედმიწევნით შეისწავლოს საქმე და გამოარკვიოს ხომ არ დაუშვა შეცდომა ქვემდგომ ინსტანციის მოსამართლემ. ქვედა ინსტანციის მოსამართლეს შეცდომის დაშვების უფლება აქვს, რა თქმა უნდა, არა განზრახ. და უზენაეს სასამართლო მოწოდებულია სწორედ იმისთვის, რომ მან გამოასწოროს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დაშვებული შეცდომა. შრომის დავებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს და მე მსმენია ამის შესახებ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მართლაც მიაღწიეს, აი ამ ესე ვთქვათ, ძალიან დიდი ზეწოლის შედეგად, რომ ეს მოცემული ხსენებული შრომის დავები გადაწყვეტილიყო დამსაქმებლის სასარგებლოდ და დასაქმებული საზიანოდ. შემდგომ, როდესაც უზენაეს სასამართლოში ამოვიდა კონკრეტული საქმე და ჩვენმა კოლეგიამ ნახა და დეტალურად შეისწავლა და დაასკვნა, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი განმარტება კანონის ნორმისა, იმდროინდელი შრომის კოდექსის 37 მუხლის დექვე პუნქტისა. ჩვენ კანონი გავმარტეთ სხვაგვარად, კერძოდ დასაქმებული სასარგებლოდ, აი სწორედ და რასაც მოყვა სწორედ ეს ძალიან დიდი უკმაყოფილება და რის გამოც ბატონმა კოტემ პირადად დაგვიბარა ამ გადაწყვეტილების გაუმტანი მოსამართლეები და სამოქალაქო საქმეთა პალატის სხვა წევრები. გასაგებია. ქალბატონო ლალი, თქვენ ბრძანდებით ერთადერთი მოსამართლე, რომელიც გამოხვედით, რომელიც ღიად საუბრობთ ზეწოლის ბერკეტებზე, რომელსაც იყენებდნენ მოსამართლეების წინააღმდეგ და იმ დირექტივებზე, რომლის შესრულებასაც გთხოვდნენ თქვენ. თქვენ ხართ ერთადერთი მოსამართლე, რომელსაც ხორცი უზენაეს სასამართლოში. თქვენ ხართ ერთადერთი, რომელზეც ხორციელდებოდა მსგავსი ზეწოლა, თუ უბრალოდ თქვენ ერთადერთმა გადაწყვეტეთ ეს ყველაფერი საჯაროზე გამოგეტანა და სხვა სამი სურვილი არ გაჩენია. არა, იცით რა შეა საქმე, როდესაც მოსამართლე არის მოქმედი მოსამართლე, მისთვის ძალიან ძნელია, რომ ესე ყველაფერზე საჯაროდ ილაპარაკოს. ჩემთვისაც ძალიან ძნელი იყო, სიმართლე გითხრათ, ეს ჩემ მარტივად არ მომწიფებულა ეს ჩემში, მაგრამ იმდენად დიდია თურმე ადამიანში ეს უსამართლობის განცდა, რომ ეს არ შეიძლება, რომ ეს ადამიანი ამას ესე ვთქვათ გაუჩუნდეს და მთლიანად შინაგანად იხარშებოდეს. ოდეს მე აუცილებლად ამოხეთქავს. ანუ მოქმედი მოსამართლისთვის ეს ძალიან ძნელია, იმავდროულად იქ არის მთელი რიგი ეთიკის ნორმები და ასე შემდეგ. რაც შეეხება უზენაესიდან გათავისუფლებულ მოსამართლეს 2005 წლიდან მე ვარ ერთადერთი, რომელიც უზენაეს სასამართლოდან, ესე ვთქვათ, განიდევნა ამ ფორმით. სხვების განდევნა რატომ არ მოხდა? უბრალოდ ისინი კარგად ასრულებდნენ დავალებებს? არა, უზენაეს სასამართლოში ბევრი მოსამართლე იბრძოდა არაკანონიერი დაკვეთების წინააღმდეგ.
წინააღმდეგ. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ყოფილმა წინა ხელისუფლებამ თანდათანობით ხელისუფლების მიზანი იყო თანდათანობით მოეხდინა უზენაეს სასამართლოს დაცლა, ეგრეთ წოდებული ურჩი, ანუ დამოუკიდებელი მოსამართლებისგან და დაიწყო ჩემგან. მე ესე ვფიქრობ. ანუ თქვენი დასჯა იყო ერთგული პრეცედენტი, რომ სხვებს მსგავსი პროტესტის სურვილი არ აქვს. რასაკვირველია, იმავდროულად ეს იყო გაკვეთილი და დაანახვა ამით არა მარტო უზენაესის მოსამართლეებს, არამედ ქვედა ინსტანციის მოსამართლეებსაც განსაკუთრებულად, რომ თუ თქვენს ეს ანალოგიურად მოიქცევით, თქვენს გელით იგივე მომავალი. და ჩვენი საუბრის დასაშვებს მინდა კითხოთ, რა დაასახელეს ოფიციალურ მიზეზად, როდესაც გათავისუფლებდნენ სამსახურიდან. მე ვიცი, რომ ეს იყო მთელი პროცესი, ჯერ გადაგიყვანეს სხვა სამუშაო ადგილზე, სადაც თქვენთვის დისკომფორტი იყო იქ მუშაობა, იმიტომ რომ მაშინა განეხილა ციხლის პალატა, დიახ? გადამოყვანეს, დიახ. იყო კონკრეტული პირები, რომლებიც გთხოვდნენ, რომ საკუთარი სურვილი დაგეწერათ განცხადება, წასულიყავი და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდებოდა? ესე იგი, ჩემთვის მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა საფუძვლად დაედო ჩემი პირადი განცხადება, რომელიც დაწერაც მე იძულებული გამხადა ჩემს მიერ განხორციელებულმა იმ ძალიან ხანგრძლივმა ზეწოლის და დევნის ფაქტებმა და ბოლო წერტილი იყო უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ჩემი იძულებითი გადაყვანა. ხაზს უსმევ ჩემი იძულებითი გადაყვანა ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მთელს მოქმედ კანონმდებლობას. გარდა ამისა, დემოკრატიულ ნორმებს, ევროპის მოსამართლეთა ქარტიას. დიახ, და ამის შემდგომ მე იძულებული გავხდი, ეს იყო საბოლოო წერტილი, რამაც მე იძულებული გამხადა, რომ დამეწერა განცხადება, რამდენადაც მე სისხლის პალატაში ვერ განმახორციელებდი იმ მარცხაჯულებას, რასაც საზოგადოება მოელის უზენაესი სასამართლოს მოსამართლისგან. გასაგებია და ქალბატონ ლალი, ბოლო კითხვა მექნება თქვენთან იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი იტყვის უარს, არ დაეწყებს პროცედურას, არ შექმნის კომისიას, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეს, თქვენ საქმეს. ამ შემთხვევაში გრჩება თუ არა თქვენ კიდევ გზა, სხვა დამატებითი ბერკეტი იმისთვის, რომ გააგრძელოთ ბრძოლა თქვენი მიზნის მისაღწევად. რასაკვირველია, სამართლებრივი საშუალებები არსებობს და მე ვაგრძელებ ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით ჩემი უფლებების დასაცავად. პარლამენტისადმი მიმართვა არის ერთ-ერთი სამართლებრივი გზა უფლებების დასაცავად და აღსადგენად. არა მარტო ჩემი უფლებების, არამედ საქართველოს ძალიან ბევრი უფლება დარღვეული და სამართალწართმეული მოქალაქის უფლებების დასაცავად. ძალიან დიდ მადლობას გაგახდით ქალბატონ ლალი, იმისთვის რომ მიიღეთ მონაწილეობა დღევანდელ ჩვენს გადაცემაში. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ასევე იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, რომელიც უპასუხებს ჩვენს კითხვებს და ბუნებრივია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მასთან გვექნება კითხვები. ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არგუმენტები. ეს იყო უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილი მოსამართლე, რომელმაც უმძიმესი ბრალდებები წაუყენა სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს. რა ხდება დღეს სასამართლოში? ახლა ამ თემაზე საუბარს უკვე მოქმედ მოსამართლეებთან, ნათია გუჯაბიძესთან, მაია ბაქრაძესთან და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის წარმომადგენელთან, ნაზი ჯანეზეშვილთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით და ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ქალბატონ ნათია, პირველი კითხვა მექნება თქვენთან. რეალურად ის ფაქტები, რაზეც საუბრობდა ქალბატონი ლალი, ხდებოდა სასამართლო სისტემაში? მოდიოდა თქვენთან კონკრეტული დირექტივები, კონკრეტული დავალებები, რის შესრულებასაც თქვენ გთხოვდნენ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოდით დავიწყოთ ამგვარად. აღიარებული ფაქტია და თვით სასამართლო სისტემის უმაღლესი ხელმძღვანელი პირების მხრიდანაც კი არ იწევს კამაც ის გარემოება, რომ სასამართლო არ იყო დამოუკიდებლობის იმ ხარისხში, როგორც ამას სამართლიანი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს. პირდაპირ მოვიშველიებ სასამართლო სისტემის სარეკლამო სლოგანს კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა. მაშინ, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობა შედარებით ხარისხშია მოყვანილი, ეს უკვე მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ არის იმ დონეზე, როგორც უნდა იყოს. თვით სახელმწიფოს უპირველესი ხელისუფალი ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ გარკვეული პრობლემები ჰქონდა. დადასტურებული ფაქტებია, რომ არსებობდა გარკვეული ზეგავლენები სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ, მაგრამ ჩვენ შეიძლება დავყოთ მოსამართლის მიმართ განხორციელებული ზეწოლა და ზეგავლენები ორ კატეგორიად. ზეწოლა განხორციელებული პოლიტიკური ნების გავლენით, ანუ სახელმწიფო ხელისუფალი, როდესაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპში და სასამართლო სისტემაში, როგორც მის ერთ-ერთ შტოში ერევა და მეორე ზეგავლენა თვით სისტემის შიგნით. მინდა გითხრათ, რომ სისტემა იმგვარად გახლდათ მოწყობილი, რომ მოსამართლეთა ზეგავლენის რამდენიმე ბერკეტი არსებობდა. მე ვისაუბრებ შიდა ზეგავლენებზე, ალბათ საზოგადოებისათვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში სასამართლო სისტემის შიგნით როგორ მიმდინარეობს და
რა ბერკეტით შეიძლება რომ ინდივიდუალური მოსამართლის როლი მიიჩქმალოს, დაკნინდეს, არადა სწორედ ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერების გამო იქნა ჩვენს მიერ შექმნილი მოსამართლეთა ერთობა და ეს არის ის ძირითადი მიზანი და ფუნდამენტი, რამაც საბოლოო ჯამში უნდა გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემა და რა ბერკეტებით და რა მეთოდებით ხდებოდა ინდივიდუალური მოსამართლის როლის დაკნინება, რაც თავისთავად ზეგავლენის ერთ-ერთი ფაქტორია, უმნიშვნელოვანესი და მექანიზმი. კერძოდ, ძალიან სამწუხარო სტატისტიკა გახლდათ სასამართლო სისტემაში, როდესაც მოსამართლეს საკუთარი ნების მიღმა და საკუთარი თანხმობის გარეშე მივლინებული იყო ხოლმე სხვა სასამართლოში და უწევდა მას სამოსამართლო ფუნქციების გაციმბირება, რასაც ეძახდნენ მოსამართლეები. ჩვენ ასე ვთქვათ, შიგნით შეიძლება უფრო მწვავე სახელსაც ვარქმევდით ამ ყველაფერს. რა იყო ეს მწვავე სახელი? მაგალითად, თუ კი მოსამართლის რაიმე მოქმედება, ან შეიძლება ითქვას მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვინმეს თვალში მენეჯმენტიდან არ მოუვიდო და ეს შესაძლებელია გამხდარიყო მოსამართლის მიმართ მივლინებაში გამწესების საფუძველი. ეს არის ერთ-ერთი ზეგავლენის თქვენ მუშაობდით სააპელაციო სასამართლოში, თქვენი გადაწყვეტილება არ მოეწონებოდა სასამართლოს ხელმძღვანელობას, მაშინ იქნებოდით მივლინებული სად? ეს ყოველთვის ასე არ იყო. იმ შემთხვევაში იყო პრეცედენტები, სად შეიძლება ყოფილიყავით მივლინებული? ერთეული პრეცედენტები, როდესაც მოსამართლის ნების გარეშე და მისი თანხმობის გარეშე შესაძლებელია მოსამართლეს სრულად დაუსაბუთებლად, ისე რომ არ ყოფილიყო არგუმენტირებული, რატომ გაამწესეს ესა თუ ის მოსამართლეს სხვა სასამართლოში, მისი ნების გარეშე ხდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ცხადია მოსამართლის ნების საწინააღმდეგო. ასევე მოსამართლეს ზეგავლენის ერთ-ერთი ბერკეტი იყო ისიც, რომ უამრავ საქმეში მოსამართლეს ცაიტნოტში უწევდა მონაწილეობა. ქალბატონი ლალი ვადები შეზღუდული, ვადები სამწუხაროდ დღესაც რჩება და მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი ლალის მიერ გაჟღერებულ ფაქტებს შრომის დავებთან დაკავშირებით და ქალბატონმა ლალიმ ბრძანა, რომ ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოები ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ ამ კატეგორიის დავებთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო მთელი საზოგადოებრივ წინაშე, რომ ეს ასე არ იყო. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები იყვნენ ის სასამართლოები, შრომით დავების გამხილველი, რომელთა საქმეზე სწორედ უზენაესმა სასამართლომ შეცვალა პრაქტიკა და დაამკვიდრა ის პრაქტიკა, რაზეც ქალბატონი ლალი საუბრობდა. ანუ მაყურებელს თვითონ დეტალურად რომ მაუხსნათ, თქვენ იღებდით გადაწყვეტილებებს არა დამსაქმებლის სასარგებლოდ და შემდეგ ამ ყველაფრის შეცვლა ხდებოდა უზენაეს სასამართლოში. ამ პრაქტიკის დამკვიდრება, ანუ თბილისის საქალაქო ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში პირველი ინსტანციის მიერ, სააპელაციო სასამართლოების ინსტანციების მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც დამსაქმებლის არა დამსაქმებლის, არამედ დასაქმებული სასარგებლოდ გამოვიდა, საბოლოო ჯამში უზენაესმა სასამართლომ შეცვალა პრაქტიკა და დამკვიდრდა ის პრაქტიკა, რომელიც არსებობდა. ქალბატონ მადონასთან მინდა გადავიდე შემდეგი კითხვით. დიახ, მინდა კითხოთ თავად სისტემასთან დაკავშირებით. ქალბატონ ნათია საუბრობდა, რომ შიგნით არსებობდა სისტემა, რომლითაც ხდებოდა იყო მცდელობები მოსამართლეზე მოეხდინათ ზეგავლენა. ანუ რა იყო ეს სისტემა? ვინ მოდიოდა მოსამართლესთან და ეუბნებოდა, რომ თქვენ უნდა მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, ეს უნდა გამტყუნდეს, ეს უნდა გამართლდეს, ვინ იყო ეს პირი? ქალბატონმა ლალიმ ბრძანა, რომ იყო ყველა ინსტანციაში პროკურატურისაგან ჩანერგილი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უწევდა კურატორობას. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და ამ თემის წამოწევისათვის. ეს მართლაც საზოგადოებისთვის ძალიან აქტიური და აქტუალური თემაა. თქვენ კითხვასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ არავინ არ მოდიოდა მოსამართლესთან, ასეთი მექანიზმი არ არსებობდა. მექანიზმი არსებობდა შემდეგი და ამის სტატისტიკა შეგიძლიათ ამოიღოთ. ის მოსამართლე, რომელსაც ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიმართ იქნებოდა რაიმე პრეტენზია, როგორც ქალბატონმა ნათიამ ბრძანა აღმოჩნდებოდა მივლინებაში. ეს მივლინება შეიძლება ვიღაცას მარტივად ეჩვენოს, მაგრამ არსი ამ მივლინების არის ის, რომ თუ მართლმსაჯულებას გაუჭირდა გადაუდებელ შემთხვევაში მოსამართლე შეიძლება მიავლინონ. ეს კანონით დაშვებული ბერკეტია. უბრალოდ როგორ ხდებოდა ამის გამოყენება? მაგალითად, შესაძლებელია მოსამართლე მიევლინათ თბილისი
მისიდან წალენჯიხაში და იმავდროულად წალენჯიხის მოსამართლე მივლინებული ყოფილიყო ზესტაფონში. ანუ იდეა იყო ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი უნდა ქონოდა შექმნილი მოსამართლეს. შეგახსენებთ, რომ 2005 წლიდან ხდებოდა მიზანმიმართული ცვლილებები ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ. ანუ მოსამართლე იყო სოციალურად უზრუნველყოფილი. ხელფასი ჰქონდა, დანამატი ჰქონდა. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ხო, თუ ასევე იმ შემთხვევაში, თუ შემცირება მოხდებოდა სისტემაში, ჰქონდა მას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. სოციალური გარანტიები ხა დღეს საზოგადოებას არ სიამოვნებს ეს თემა, რომ მოსამართლეებს ხელფასი ჭირდებათ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ და საზოგადოებაც მინდა გაიგოს, რომ სოციალურად უზრუნველყოფილი მოსამართლე, რა თქმა უნდა, იმ პირობების გათვალისწინებით, რა სოციალური ფონიც დღეს არსებობს ჩვენ ქვეყანაში, ეს არის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ელემენტი. სწორედ ამაზე იყო მიბმული. მოსამართლე შეიძლება გაემწესებინათ მივლინებაში, ან უფრო უარეს შემთხვევაში არსებობს მოსამართლეთა რეზერვი, შეიძლება შეკრებილიყო საბჭო მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ შემცირდეს ამა თუ იმ სასამართლოში შტატების რაოდენობა და მერე გეტყოდნენ, რომ აი ქალბატონო, აია თქვენი შტატია შემცირებული და უნდა ჩაირიცხოთ რეზერვში. და 500 ლარი იქნებოდა 500 ლარი და პროფესიით მუშაობის უფლება შეზღუდული. გარდა პედაგოგიური რეზერვში. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, ეს 7 წელი შემდეგ 3 წლით შეიცვალა. ანუ საკანონმდებლო დონეზე აი ამ ყველაფრის გაუქმება, აი ეს სოციალური გარანტიები, რაც მე ვთქვი, ეს ყველაფერი იქნა გაუქმებული. ანუ ეს ყველაფერი გიქმნიდა შიშს, რომ რეალურად იყო შიში იმისი, რომ გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მოსარჩელე მხარისათვის, ანუ ხელისუფლებისათვის არამომგებიანი, გახდებოდა თქვენი ამ შემთხვევაში იგივე ბრჭყალებში გაციმბირების, როგორც მოსამართლეები ხმარობდნენ ამ ტერმინს საფუძველი და შესაბამისად თქვენც იღებდით გადაწყვეტილებებს, რომელიც იყო წინა ხელისუფლების ინტერესებში? მოგახსენებთ, ანუ აქ არ არის უბრალოდ შიშის ფაქტორზე საუბარი. მე მინდა განვაგრძო კიდევ ეს თემა და თქვენ თუ ნახავთ სტატისტიკას, ნახავთ, რომ მოსამართლე, რომელიც აი ესეთი მიუღებელი იყო ვიღაცისთვის და ის დათხოვნილი იქნა სისტემიდან, თქვენ რომ ნახოთ, საჯარო სამსახურში ვერსად ვერ დასაქმდა და მსხვილ კომერციულ სექტორშიც ვერსად ვერ დასაქმდა. ასევე შესაძლებელი იყო და ესეც არ იყო გამორიცხული, რომ ამის მოლოდინიც იყო, რომ მის ოჯახის წევრს მაგალითად ასევე ქონოდა სამსახურეობრივი პრობლემა. ან აღმოჩენილი იყო, რომ დამნაშავე პირია. ანუ ყველაფერი ეს იყო რაღაცნაირად სისტემურად მოწყობილი. ის არსებობდა თუ არა ამის შიში ძალიან ბევრმა მოსამართლემ ამას ძალიან გმირულად გაუძლო და უაღრესად კარგი კადრები არიან. მე მინდა ეს მაყურებელს ხმამაღლა უთხრა, შეიძლება ეს არ არის აქტუალური და პოპულარული თემა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული ინდივიდუალური მოსამართლეები არიან ძალიან ღირსეული ჩვენ სისტემაში. სწორედ იმიტომ, რომ აი ეს პერიოდი აქამდე მოიტანეს და ამაზე პროფესიული წრეები საუბრობენ ზუსტად. და მინდა შეგახსენოთ, როდესაც პრობლემებზე ისაუბრა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემ, მანაც ბრძანა, რომ კი აი როგორც ნათიამ თქვა, რომ პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ იყო ზეწოლა სასამართლოზე, უზენაეს სასამართლომ თქვა, რომ სასამართლოს თავმჯდომარემ თქვა, რომ იყო პრობლემები სასამართლოში და იყო კვალიფიკაციის ბრალი. ნუ რაც უკაცრავად ეს არ იყო ინდივიდუალური მოსამართლის ბრალი. ჩვენ ერთობის სახელით, როდესაც აქტივობები რაც გვაქვს დაგეგმილი, ჩვენ წამოვწევთ ინდივიდუალური მოსამართლის როლს და დაინახავს საზოგადოება, რომ თითოეული მოსამართლე რამდენად ღირსეულად არის. ნაზისთან მინდა ქალბატონ ნაზისთან მინდა გადავიდე შემდეგი კითხვით. ქალბატონ ნაზი, რა ხდება დღეს სასამართლოებში? არის თუ არა ისევ თუნდაც მცირე მექანიზმი დარჩენილი იმისა, რომ მოახდინონ თუნდაც სასამართლოში იგდიდან, ან თუნდაც სასამართლოს გარედან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა გავლენა სასამართლო გადაწყვეტილებებზე. ქალბატონი ლალი, რომელიც ჩაგვერთო ჩვენს ეთერში საუბრობდა, რომ რეალურად რეფორმა, რომელიც შედგა, ეს რეფორმა არ არის ქმედითი, რადგანაც ის 9 მოსამართლე წევრი, რომლებიც არიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რეალურად ისინი ისევ ქმნიან ამინს და ისევ ძველ რელსებზე დგას უმაღლესი საბჭო იუსტიციის. მოგესალმებით. პირველ რიგში თითქმის მოგახსენებთ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან თემას დაუთმეთ დრო და გადაცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რაც შეეხება რეფორმას, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომელიც არჩევნების შემდგომ გატარდა ქართულ კანონმდებლობაში, რომელიც უშუალოდ სასამართლოს ეხება, საერთო სასამართლოების შესახებ კანონს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ბუნებრივია, ეს რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, არის პოზიტიური. თუმცა ბუნებრივია არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრას. ანუ
მანკიერი პრაქტიკა დღეს ისევ არსებობს. პრაქტიკა არსებობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ქალბატონ ლალის უსმენდი ახლა და მე გამახსენდა მისი საუბარი ისეთივე ფორმით, რომ იუსტიციის საბჭოს ხდომაზე, სადაც მისი საკითხი ხილებოდა, ყოველ შემთხვევაში ის ითხოვდა, რომ მისი საკითხი განხილული იყო, სწორედ ამ ეტაპზე იყო და მე პირადად დარჩე შეძრწუნებული იმ ფაქტით, როდესაც მოსამართლე იყო ამგვარ ფორმატში, იგი ითხოვდა, რომ საბჭოს მოეხდინა მის საქმეზე გავლენა, მოეხდინა დადებით გავლენას გულისხმობ შემთხვევაშიდან განხილვა მისი საქმის და რეაგირება აბსოლუტურად იყო ნული. ეს იყო ძალიან შემოძრწუნებელი შემთთვის, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის ვალდებული, რომ დაიცვას მოსამართლის ინტერესები, გამოიკვლიოს მისი საქმის ვითარება, ნამდვილად არ შეუსწავლეს საკითხი და მით უმეტეს საინტერესო იყო ის, რომ ის ბრალად ცდებდა კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ქმედებებში, ახლაც განაცხადა მათ პირდაპირ ეთერში, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უმრავლესობით, რა თქმა უნდა, ხმათა უმრავლესობით თქვა უარი მისი საქმის განხილვაზე. ეს არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა, ბუნებრივია და საერთოდ არ არის მიმართული იქითკენ, რომ გაძლიერდეს ინდივიდუალური მოსამართლე. თუ ჩვენ ნახავთ მოსამართლეებს, რას გულისხმობთ? ანუ ზეწოლის ბერკეტები დღეს თუნდაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლეებზე არის ისევ დარჩენილი, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს გავლენა იქონიონ მათზე? დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემა, რომელიც იყო აქამდეც და კვლავ გარკვეულწილად რჩება. ანუ იგულისხმება ის, რომ 9 მოსამართლე წევრი, რომელიც არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შეიძლება ითქვას, რომ მათ გარკვეულად აქვს ტენდენციური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, იმ თვალსაზრისით, რომ ხედავთ ლაზარაშვილის საქმესაც მათ არ განიხილეს საკითხი და საერთოდ ხედულობაში არ მიიღეს მისი მოსაზრებები და მისი ჩვენებები, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში და შესაძლებელია ითქვას, რომ აუცილებელია, რომ კანონმდებლობაში, რომელიც არის განხორციელდა გარკვეული ცვლილებები, კვლავ განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომ არსებული პრაქტიკა, რომელიც ეხლა გამოვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა განხორციელდა უკვე გარკვეულწილად სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა, მაინც გარკვეული საკითხები რჩება, რომელიც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დახვეწას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, არ შემიძლია ამაზეც არ განვაცხადო, არის მოსამართლე დანიშვნის პროცედურები. ჩვენ ამაზე გვექნება ცალკე საუბრის საშუალება, მე სპეციალურად გავეცანე თქვენს მიერ გამოგზავნილ პრეს-რელიზს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობამ გაავრცელა, სწორედ იმ 12 მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით და ჩვენ ამაზე აუცილებლად გვექნება საუბრის საშუალება. მანამდე მინდა უთხრა მაყურებელს, რომ მათ აქვს საშუალება ჩაერთონ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. არის თუ არა დღეს საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი? 85%, 84.7% ფიქრობს, რომ სასამართლო საქართველოში არ არის დამოუკიდებელი. ქალბატონ ნათია, როგორ ფიქრობთ, რატომ არის საზოგადოების ეს განწყობა და რეალურად დღევანდელ სისტემაში არსებობს თუ არა ისევ პრეცედენტები და არსებობს თუ არა ისევ მექანიზმები, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე თუნდაც სასამართლოს შიგნით მენეჯმენტმა მოახდინოს გავლენა? მინდა აღნიშნო, რომ საზოგადოებაში სასამართლოს ნდობა აქვს მოსაპოვებელი. ეს არის უტყუარი ფაქტი, ეს არის ის საქმე, რაც თითოეულმა მოსამართლემ საკუთარი პირადი ინიციატივით და პირადი საქმით უნდა გააკეთოს და დაადასტუროს. უპირველეს ყოვლისა, რა განაპირობებს საზოგადოების ნდობის მოპოვებას? სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილების მიღება. დღეს მდგომარეობით მინდა აღნიშნო, რომ პოლიტიკური გავლენებისაგან მეტნაკლებად სასამართლო გათავისუფლებულია, თუმცა ისევ და ისევ უბრუნდები იმ თემას, რომ შიდა გავლენები, თუნდაც კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ რომელიც არსებობს და გარკვეულ ბერკეტებს აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ანუ მართლმსაჯულების მთავარ ორგანოს განახორციელოს მოსამართლის მიმართ. ამიტომ ჩვენი ასოციაცია სწორედ იქეთკენ არის მიმართული, რომ ეს გარკვეული ინიცირება მოახდინოს საკანონმდებლო პაკეტების, გარკვეული წინადადებები, რათა მოხდეს გაუმჯობესება ამ პროცესის ყველაფრის, რომ არ მოჰყვეს ზეგავლენაში რომელიმე მოსამართლე. წეხან საუბრობდით ქალბატონი ლალის თემაზე და მინდა აღნიშნო, რომ უზენაეს სასამართლოს პლენუმი არის ორგანო, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, ანუ რომელშიც შედიან უზენაეს სასამართლოს წევრები და დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასევე სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები და ამ ორგანოს მთავარი ფუნქცია გახლავთ ის, რომ განამტკიცოს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი თანასწორუფლებიანი შტოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა. მაშინ, როდესაც უზენაეს სასამართლოს პლენუმს შეუძლია, მათ შორის დღესაც მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ნების და მისი კვალიფიკაციის გაუთვალისწინებლად მიავლინოს ის სხვა პალატაში, ეს არის პირდაპირ ზეგავლენა მოსამართლის მიმართ, რაც განხორციელდა კიდეც ქალბატონი ლალის მისამართით. ამიტომ ანუ კონტროლის ბერკეტები დღემდე შენარჩუნებულია მოსამართლეებს. ამიტომ
ნებისმიერ ორგანოს, იქნება უზენაესი სასამართლოს პლენუმი, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კანონში გაწერილი სტანდარტების და მიუხედავად იმისა, რამდენად დეტალურად ჩამოთვლის მათ ფუნქციას და ვალდებულებებს კანონი, უპირველესად კეთილსინდისიერად ქცევა მოეთხოვებათ ვის და სწორედ სახელმწიფო ხელისუფალს მართებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა წაიყვანოს სწორ რელსებზე, გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემა და ამით მოიპოვოს საზოგადოების ნდობა. მე რასაც გეუბნებით, ეს პირდაპირ წერია ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ და უზენაესი სასამართლოს პლენუმს აქვს პირდაპირი მოვალეობა, რომ საზოგადოებაში ნდობა აამაღლოს მართლმსაჯულების სისტემის. მაგრამ მაშინ, როდესაც ასეთი ზეწოლის მექანიზმებით ხდება მოსამართლის კვალიფიკაციისა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება, ზედმეტია უპასაუბრებელი. ქალბატონ ნათია, მინდა კითხოთ სწორედ აი მივლინებებთან, გაციმბირებასთან დაკავშირებით, რომელზეც თქვენ საუბრობდით. ძალიან ხშირად არასამთავრობო სექტორისაგან, რომელიც უწევს მონიტორინგს სასამართლო პროცესებს, მე პირადად მომისმენია, რომ არსებობს ასეთი სქემა, როდესაც რეგიონებიდან ლოიალურად განწყობილი მოსამართლეების გადმოყვანა ხდება, მაგალითად თბილისში, საქალაქო სასამართლოებში, შემდეგ, როდესაც შემოდის სხვადასხვა საქმეები, იგივე სისხლის სამართლის საქმე ან თუნდაც ადმინისტრაციული დავა, განაწილების დროს უშუალოდ ადამიანი, რომელიც ანაწილებს ამ სქემას, განაწილება ხდება იმ ფორმით, რომ ხდება ამ საქმის დაწერა სწორედ იმ მოსამართლეზე, რომელთაგანაც არსებობს გარანტია, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება კონკრეტული ადამიანების ინტერესებში. რეალურად ეს სქემა მოქმედებს დღეს? თქვენ გმადლობთ ამ შეკითხვისთვის, ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ და ძალიან საჭირბოროტო საკითხს შეეხეთ თქვენ ამ შეკითხვით. საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს მდგომარეობით კრიტერიუმები თუ როგორ უნდა მოხდეს ობიექტურად და სამართლიანად საქმეთა განაწილება, დღეს მდგომარეობით ეს არ მოქმედებს, არ არის გაწერილი. მე მინდა შემიძლია მოვიყვანო მაგალითად გერმანიის მაგალითი, როდესაც მოსამართლეები თვით არიან ამ სისტემაში ჩაბმული და თვითონ შეიმუშავებენ ყოველი წლის დასაწყისში დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სრულიად მიზანმიმართულად პუნქტობრივად გაწერილია თუ რა კრიტერიუმებით და როგორ უნდა მოხდეს საქმეთა განაწილება. სატვირველია და კატეგორიის მიხედვით. ჩვენთან დღეს მდგომარეობით საკანონმდებლობით დეფიციტი არსებობს ამ საკითხში და აუცილებლად ჩვენ ვაკეთებთ გარკვეულ მუშაობთ ამ საკითხზე და ამ თემაზე და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში გამოვა ჩვენი ინიციატივა. როდესაც მაგალითად რეგიონიდან მოისმენ ესეთ ფაქტებს არასამთავრობო სექტორისაგან, გადმოიყვანენ მოსამართლეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, იქ სადაც ხდება ძალიან ხშირად საქმეების განხილვა და სწორედ აქედან გამომდინარე, როდესაც ხდება მოსამართლის გადმოყვანა, შემდეგ საქმეების დაწერის დროს ხდება სწორედ მასზე საქმეების დაწერა, რადგანაც იციან, რომ მისი განწყობა იქნება ლოიალური. ამ ფაქტს ვერც დავადასტურებ და ვერც უარყოფ ელემენტარულად იქედან გამომდინარე, რომ მასზე ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში ჩნდება შეკითხვა, როდესაც კითხვა იბადება, როცა არ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები, აი ეს ბადებს სწორედ გარკვეულ ეჭვებს. შეიძლება არც არსებობს ასეთი სქემა, მაგრამ მაშინ, როდესაც ობიექტური დამკვირვებელი ამ შეკითხვას სვამს, უკვე პრობლემა გვაქვს სახეზე. თქვენ ამავდროულად ამ შეკითხვით მეორე პრობლემასაც შეეხეთ დაწინაურების კრიტერიუმებს. ანუ მოსამართლე, როდესაც ერთი ინსტანციიდან მეორე ინსტანციაში გადაყავთ. ამ შემთხვევაში დაწინაურების კრიტერიუმებით სრულიად მკაფიოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული კანონში, რათა არ მოხდეს ვინმეს უსამართლო დაწინაურება, ან ვინმესი უსამართლოდ უგულველყოფა დაწინაურების დროს. ქალბატონ ნაზი, მინდა კითხოთ თქვენ შექმნით არასამთავრობო ორგანიზაცია 50-ზე მეტი მოსამართლე არის გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციაში მოსამართლეთა ერთობა. რეალურად რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? იმისთვის, რომ მოსამართლეებმა შექმნან პრეცედენტი შიდა ზეწოლისაგან თავის დაცვის, რომ თუ იქნება ზეწოლა, ჩვენ გამოვალთ, ჩვენ ვიტყვით, ჩვენ ამ ფაქტებს არ დავმალავთ და ამით დაიცვან თავი. ეს არის ერთგვარი დაცვის მექანიზმი მათთვის? დიახ, პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ეს ორგანიზაცია შეიქმნა ივნისში მოსამართლეების მხრიდან, ეს ორგანიზაცია დაფუძნდა უშუალოდ პრაქტიკოსი და მოქმედი მოსამართლეების მხრიდან. მე არ შევიქმნი ეს ორგანიზაცია ნამდვილად. თქვენ ხართ აღმასრულებელი დირექტორი ამ ორგანიზაციას და ვარ მუდმივი ამ გუნდის წევრი, რომელიც იხწვის იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და რა თქმა უნდა ეფექტიანი მართლმსაჯულება. ჩვენი წევრი დაახლოებით არის 40-ზე მეტი, თუმცა ინტერესებს აერთიანებს უფრო მეტი მოსამართლის, ვინაიდან ჩვენ ყავს ბევრი მხარდაჭერები და რეალურად ორგანიზაციას აქვს ძალიან დიდი რესურსი მოსამართლეების სახით. რაც შეეხება ორგანიზაციის ძირითად მიზანს, ეს არის სწორედ წეგანაც აღნიშნე, რომ ხელი შეუწყოთ ეფექტიანი
ძალიან დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების ჩამოყალიბების ქვეყანაში. მესმის რომ ეს ძალიან რთული საკითხია ქვეყანაში, თუმცა ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ სხვადასხვა აქტივობებით, სხვადასხვა საქმიანობით აუცილებლად განვახორციელებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში ჩართულობა ჩვენი ორგანიზაციის აბსოლუტურად ყველა შეხვედრას ვესწრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც ტარდება და ვითხოვთ სხვადასხვა ინფორმაციას და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ასევე მინდა ვისაუბრო, არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. საჯაროობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხდომების. იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები დაესწრნენ შეხვედრას, მათ უდოდათ გადაღება, თუმცა მოხდა ისე, რომ დახურულ რეჟიმში ხდება შეხვედრა. კადრების აღების შემდეგ მოხდა შეხვედრის დახურვა. ეს არ არის კარგი ბუნებრივია, აუცილებელია საზოგადოება მიცოდეს. ბადებს კითხვის ნიშნებს თავად იმ თემებზე, რომელზეც საზოგადოება უნდა იცოდეს რეალურად რა ხდება საბჭოს ხდომაზე. ეს არის ნამდვილად ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვაკრიტიკებთ, თუ ეს სრულად არ არის ეს პროცესი. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი. საჯაროებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პრობლემაა. ჩვენ უამრავ კვლევას ვახორციელებთ ამ მიმართულებით და როდესაც ვითხოვთ საჯარო ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, ყველანაირ ვადებს გადაცილებით მოდის პასუხი, ან კიდევ რეჟიმში ვართ და ველოდებით მათგან პასუხს. სისტემა არის ძალიან დახურული და მნიშვნელოვანია რომ ეს სისტემა გაიხსნას იმისათვის რომ საზოგადოების კონტროლი, საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალურად მაღალი. ბუნებრივია დახურული სისტემა ყოველთვის აჩენს კითხვებს. მე მინდა კითხოთ იმ 12 მოსამართლესთან დაკავშირებით, რომლების განწესებაც მოხდა ცოტა ხნის წინ, თქვენმა ორგანიზაციამ გავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ იყო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და იყო კანონის დარღვევა. მაგალითად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც იყო მოლოდინის რეჟიმში, რომ მას უმთავრდებოდა ვადა და უნდა გაგრძელებოდა ეს ვადა, შემდეგ გაამწესეს სრულიად სხვა ქალაქში სასამართლოში სამუშაოდ. რეალურად რატომ გაჩნდა კითხვის ნიშნები ამ 12 მოსამართლის განწესებასთან დაკავშირებით? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია. წეგანაც საუბრობთ ჩვენ რომ დანიშნვის კრიტერიუმები უნდა იყოს ძალიან მკაფიო, ობიექტური, იმისათვის რომ შეფასება კონკრეტული მოსამართლის, რომელიც არის კანდიდატი, მოხდეს ძალიან მყარ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებით და არ გაჩნდეს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. მეორე მნიშვნელოვანი თემა არის რომ ის საკითხები, რომელზეც წინა პერიოდში იყო საუბარი, არის ის რომ მოსამართლეები, რომელსაც გაზდის უფლებამოსილების ვადა არ ხდება მათი შემდგომი არჩევა და დანიშვნა მოსამართლის თანამდებობაზე. თუ კი ეს მოსამართლე არის კვალიფიციური, ეს გამოცდილი აუცილებელია რომ დარჩეს სისტემაში, ამიტომ გამოცდილი კადრები სისტემას ნამდვილად არ უნდა შორდებოდეს და სასამართლო დაინტერესებული უნდა იყოს რომ სწორედ ასეთი მოსამართლეები გააძლიეროს. რატომ აცილებს მას იუსტიციის საბჭო? ეს არის უკვე მათი სუბიექტური გადაწყვეტილება, შეიძლება ასეც უწოდოთ მათ. რის გამო მიღებული სუბიექტური გადაწყვეტილება? იყო ჯგუფური, შეიძლება ასეც უწოდოთ ამათ, იმიტომ რომ ისინი ამბობენ ჩვენი ასოციაციის წევრი. ანუ ალტერნატიული აზრის მქონე მოსამართლე არ იქნა დანიშნული. თქვენ რომ გადახედოთ აი ამ შედეგებს, ნახავთ. ანუ რეალურად ვინც ბედავს დღევანდელ ეთერშიც გამოდის, საუბრობს ღიად პრობლემებზე, რომელიც არის სასამართლოში, ხვალ შეიძლება მას სასამართლოში იგნით კონდეს პრობლემები? არ არის გამორიცხული ნამდვილად, იმიტომ რომ მიდგომა ასეთია. თქვენ რომ გადახედოთ, ნახავთ. წინა იუსტიციის საბჭოს მიერ ვინც არ იქნა დანიშნული. ამ კონკურსზე გამოსული პირები და ძალიან კარგი გამოცდილი მოსამართლეები. ესენი არიან 2009 წელს, 10 წელს ამ პერიოდში გაუვიდათ ვადა. გავიდნენ მაშინ კონკურსზე ძველი იუსტიციის საბჭოს დროს, არ დაინიშნენ, ახალი იუსტიციის საბჭოს დროსაც არ დაინიშნენ. ხა შეიძლება ინდივიდუალური მიდგომაა, რომ დავნიშნოთ თუ არა მოსამართლე, ხო? ამას ვერ, მაგრამ როდესაც ეს განზოგადებულ სახელს იღებს, ეს უკვე საეჭვოა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ ამ დანიშნის პროცესის ეგრეთ წოდებულად დამახინჯება. ჩვენ სწორედ ეს აღნიშნეთ. როდესაც ცვლილება შევიდა ორგანულ კანონში, გაზაფხულზე დადგინდა ორგანული კანონით, რომ 2/3 ინიშნება მოსამართლე. ხმათა 2/3 ოდენობით იუსტიციის საბჭოს წევრთა. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა ხელოვნურად შექმნეს დანიშნის ორი ეტაპი. არსად არ წერია, რომ ეს არის ორეტაპიანი დანიშნა. და მოხდა მათი დანიშნა აბსოლუტური უმრავლესობით. კონსტიტუციაში წერია პირდაპირ, რომ კაცრად განსაზღვრულია, რომ აუცილებლად უთითებს კანონზე, აი ამ ორგანული კანონით დადგენილი წესით უნდა დაინიშნოს. დანიშნეს და ერთ ეტაპს დაარქვეს დანიშნა, სადაც 2/3 მიიჩნიეს გადაწყვეტილების მიმღებ უმრავლესობად, მეორე ეტაპს დაარქვეს გამწესება 3 წლის ვადით. აი გეკითხებით, თქვენ თუ დაგნიშნავენ ჟურნალისტად და არ იცით რომელი არხის ჟურნალისტი ხართ, სად უნდა იმუშაოთ. ასეთი გადაწყვეტილება დაიდო. მე გიკითხავთ ახლა ოქმიდან შედეგების შეჯამების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ მოსამართლის თანამდებობაზე ფარული კენჭის რისკზით მსმენელებიდან დანიშნულია 3, ხოლო კონკურსის კანდიდატებიდან 9 პირი და ჩამოთვალა ეს პირი. ამ დაუნიშნავთ ეს პირი. ახლა რა მოხდა? ეს ადამიანები დანიშნეს იმ რაიონებში, სადაც არ ქონდათ განაცხადი წარდგენილი. მაგალითად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ახსენეთ, რომელიც ითხოვს მხოლოდ ამ სასამართლოს
სასამართლოში, განაცხადია გამ სასამართლოში. მას ნიშნავენ სადღაც რაიონში და ადამიანს, რომელსაც იმ რაიონზე ჰქონდა პრეტენზიას, კიდევ ნიშნავენ სხვა რაიონში. ანუ აი ეს მიზნები დიმას რომელიც რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება ეთერში, მანამდე მინდა კითხოთ აუცილებლად იუსტიციის მინისტრის ინიციატივაზე, რომელიც დროებით არის გადადებული, თუმცა მთავრობა მუშაობს მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნაზე. თქვენთვის როგორც მოსამართლეებისათვის, რამდენიც მისაღები ამ კომისიის შექმნა, იმიტომ რომ რეალურად თქვენს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები უნდა გადაიხადოს და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის გამო რეალურად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთლიანად სასამართლო სისტემის ავტორიტეტი და საზოგადოებაში ნდობა, რომელიც აქვს სასამართლოს, კიდევ უფრო დაეცემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი კვლავ პოლიტიკური ნების გადასაწყვეტია და ეს არის უფრო პოლიტიკურ წრეში გადასაწყვეტის საკითხი, მაგრამ თუ კი ასეთი პოლიტიკური ნება იარსებებს და მას რეალიზება მოჰყვება, მაშინ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაშვებული ხარვეზების გამოსწორება ისევ სასამართლო სისტემის შიგნით უნდა მოხდეს. და რა გარანტია, რომ გამოსწორდება ერთი მოსამართლის საქმეს, თუ განიხილავს მეორე მოსამართლე, ბუნებრივია იქნება გარკვეული ანგარიშის გაწევის ფაქტორი. არ ფიქრობთ, რომ ასე იქნება? არ ფიქრობთ, იმიტომ რომ სასამართლო სისტემა საკმაოდ კვალიფიციური, ძალიან მდგრადი, ინდივიდუალური პროფესიონალიზმით გაჯერებული კადრებით არის დაკომპლექტებული და ვფიქრობთ, რომ თუ კი ასეთი პოლიტიკური ნება იარსებებს და მისი მიზანი იქნება ხარვეზების აღმოფხრა, სასამართლო სისტემის შიგნით არსებობს რესურსი, რომლითაც შესაძლებელია ამ ხარვეზების გამოსწორება. გასაგებია, მინდა შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის ინტერაქტივი, რადგანაც ერთი წუთი დარჩა ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის დასრულებამდე. არის თუ არა საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელი? დიახ, ამბობს 18.8% და არა ამბობს 91%-ზე მეტი. რის გამო დადგა სწორედ საზოგადოების ეს განწყობა და როგორ ფიქრობთ, რომ სასამართლოს მართველი მენეჯერების გარდა, რომლებიც უშუალოდ ქმნიდნენ ამ სისტემას, გარკვეული ბრალი არის მოსამართლეებისაც ამ საქმეში? უნდა მოგახსენოთ, რომ ვერ გეტყვით, რომ ახლა მაგ რამე დიდი წვლილი მიუძღვით მოსამართლეებს და რატომ დადგა ეს შედეგი? ეს შედეგი დადგა იმიტომ, რომ ამაზე აღარავინ აღარ დააუს, რომ სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი და საზოგადოებას აქვს ეს განწყობა. ეს განწყობა რო არსებობს, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ არ შეიძლება ვიცხოვროთ წარსულით, უნდა გავიხედოთ წინ. თავარია რა იქნება ხვალ. მე მინდა აი, როდესაც იუსტიციის საბჭოს დივანი მობრძანდება, თქვენ შეეკითხოთ დღეს საბჭოს წინაშე დგას უდიდესი გამოწვევები. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის, რომ საზოგადოების ნდობა უნდა მაღლდეს სასამართლოს და მე და ჩემი კოლეგები, ვინც ავართ ინდივიდუალური მოსამართლეები, ასევე ძახით ჩვენ თავს, რიგითი მოსამართლეები, ასევე ძახით ჩვენ თავს, იმიტომ რომ იქაც გრადაცია არიან მოსამართლეები, რომლებიც საქმეს არ იხილავენ, მოსამართლეები, რომლებიც მხოლოდ დელეგაციებს ხვდებიან, მოსამართლეები, რომლებიც თავმჯდომარეობენ სასამართლოებს და ამ ადმინისტრაციული ფუნქციებით არიან დაკავებული, ჩვენ ვართ რიგითი მუშა დედა ფუტკრები ამ სკაში. ამიტომ ჩვენაირი არის ბევრი და ჩვენს ხრებზე არის ეს ყველაფერი. ჩვენ გვინდა და ჩვენი პირველი მიზანია რომ ამ საზოგადოების ნდობა მოვიპოვოთ, იმიტომ რომ შესაძაც ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ სისტემაში გვემუშავა, ეს იყო ის, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის უნდა გვემუშავა. სასამართლო ეკუთვნის ხალხს. აი ძალიან მინდა რომ კითხოთ იუსტიციის საბჭოს დივანს დღევანდელი სასამართლო ეკუთვნის ხალხს. გასაგები ამ კითხვას აუცილებლად დავსვამ, ამ კითხვით დავიწყებ მე საუბარს ბატონ ლევანთან, გაძლევთ ამის პირობას. სასამართლო ეკუთვნის ხალხს, თქვენ აცხადებთ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული მართლმსაჯულება სასამართლო ამ ეტაპზე არის 100% დამოუკიდებელი? დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლოში საბედნიეროდ გვაქვს მივიღეთ ის პოლიტიკური ნება, რომ გარე ჩარევები არ ხდება სასამართლოში. თუ ჩვენ თითოეული მოსამართლე გავძლიერდებით, ჩვენ ყველანაირ ბერკეტს დავგმობთ და დავძლევთ იმას, რაც შეიძლება შიდა ზეგავლენებში აისახებოდეს. აი ბევრ თემას შიდა გავლენების ფაქტორის გათვალისწინებით 100% დამოუკიდებელი დღეს სასამართლო არ არის. მე რჩება პირდაპირ ვაცხადებ ღიად, მე რჩება შტაბ-ეშტილება, როდესაც 12 ნოემბერს, ისევ 12 ნოემბერს. მე დიდი იმედი მაქვს და კიდევ მაქვს ამის იმედი, რომ იუსტიციის საბჭო ძალიან გონიურულ და სამართლის პრინციპებთან შესაბამისად კანონის განმარტების შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ერთ ადამიანს მრჩება გადაწყვეტილება, როდესაც ისევ ამ მივლინების წესს იყენებენ, როდესაც ხელოვნურად ხდება კანონის თუნდაც დანიშვნის ორ ეტაპად გახლეჩვა, როდესაც ქალბატონი ლაზარაშვილი ბრალსდებს კონკრეტულ მოსამართლეს და ამით არ ინტერესდებიან, იმიტომ რომ თურმე ეს არ არის ჩვენი ფუნქცია, მაშინ თქვას იუსტიციის საბჭოს დივანმა რა არის მისი ფუნქცია? კანონის შტაბ-ეშტილება გრჩება თქვენ? მე მრჩება ის შტაბ-ეშტილება, რომ აი ეს ყველა ბერკეტი სწორედ ამიტომ არის მოშველიებული, რომ ინდივიდუალური მოსამართლეები არ გაძლიერდნენ. გვიპასუხოს ამის
საპასუხოდ თქვენ ბრძანეთ როგორ შეიძლება რომ საბოლოო ჯამში საზოგადოებამ მიაღწიოს იმ სანატრელ მიზანს რომ სასამართლო საბოლოოდ იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. დიახ, მაგრამ ჩვენ რასაკვირველია თითოეულმა ჩვენგანმა მოსამართლემ ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მართლმსაჯულების სწორად და სამართლიანად განხორციელების საქმეში და ამისათვის მოწოდებულია თითოეული მოსამართლე მერწმუნედ, მაგრამ კანონშიც წერია, ორგანულ კანონში პირდაპირ წერია, რომ მართლმსაჯულების ხარისხის და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მთავარი ორგანო გახლავთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კითხეთ ბატონ ლევანს, როდესაც მობრძანდება თქვენ სტუდიაში 2013 წლის 22 ივნისიდან მოყოლებული დღემდე, ანუ მას შემდეგ, როდესაც ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო დააკომპლექტდა გარდა მოსამართლეთათვის სოციალური პაკეტის ინიცირებისა, რა მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების ხარისხის და ეფექტიანობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი განახორციელა დღეს მოქმედმა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. მე გეტყვით, რომ ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულ სხდომაში, მაგრამ ჩვენ არა ვართ ხმისუფლების მქონე სუბიექტები, თუმცა საუბედურო დღესაც კი გარეშე პირებად გვრაცხავენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ყველაზე საწყენი იცით რა არის? ჩვენს წარმომადგენლებს, მოსამართლე წევრებს არ უჩნდებათ მოსამართლის ინდივიდუალური მოსამართლის დაცვის სურვილი და ანუ თავად მართლმსაჯულებაშია განხეთქილება ორად გაყოფილი სასამართლო ჯგუფი. მაგრამ აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა. ჯგუფი გარკვეული, რომელიც მოწოდებულია, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის იყოს პირნათელი და შეუბრალავი და ჯგუფი ალბათ ან საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ასე პესიმისტურად რაცხავს დღევანდელ სასამართლო სისტემას. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ იყავით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები და ასე თამამად ისაუბრეთ ყველა ამ პრობლემაზე. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის დაგითმოთ ეთერი და ვისაუბროთ თქვენთან ერთად ამ და სხვა პრობლემებზე, რომელიც დღის წესრიგში წარმოიშვება და იქნება დღის წესრიგში აქტუალური. არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი და საქართველოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ დღევანდელი ჩვენი სტუდიის სტუმრები. მე მათ დამამშვიდობები და კითხვით გადავალ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან ბატონ ლევან მურუსიძესთან, რომელსაც მივესალმები პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ბატონ ლევან იმისთვის, რომ მიიღებთ მონაწილეობას დღევანდელ გადაცემაში. მინდა დავიწყო საუბარი თქვენთან იმ კითხვით, რითიც დავასრულეთ საუბარი მოსამართლეებთან, რომლებიც დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფებოდნენ სტუმრად. რას აკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმისთვის, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა აღდგეს. დღევანდელი ჩვენი ინტერაქტივიც მოწმობს, რომ 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეებისა, ჩვენი მაყურებლებისა ამბობს, რომ სასამართლო საქართველოში არ არის ობიექტური. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგესალმოთ ბატონ ლევან, მადლობანი და მოგიხადოთ ეთერში ჩართვისათვის. ამ შეკითხვასთან დაკავშირებით მე შემიძლია უპასუხო, რომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, სასამართლოსთვის, თითოეული მოსამართლისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს სამართლების განცდა, რომ სასამართლოს კონდეს დიდი ავტორიტეტი და შესაბამისად იუსტიციის საბჭო მიმართულია იქითკენ, რომ სასამართლო ასარგებლოა საზოგადოებაში ავტორიტეტით. ვფიქრობ, რომ განცდა საზოგადოებაში, რომ სასამართლოს მიმართ არის აი ამდაგარ დამოკიდებულება, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, მე მაგას რა თქმა უნდა ხა ნაწილობრივ არ ვეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო წლების განმავლობაში ის, რომ სასამართლო ნაკლებ ყურადღებას ახცევდა ახსნა განმარტებით სამუშაოს საზოგადოებასთან მიმართებაში. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემმა კოლეგამ ქალბატონმა მაიამ ძალიან ესეთი რაღაცო სასამართლო უნდა ეკუთვნოდეს ხალხს. რა თქმა უნდა, თუნდაც ეს ქვეყანა ხალხს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ სასამართლო ეს არის ხელისუფლების განსაკუთრებული შტო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას არა იქიდან გამომდინარე, რასაც ფიქრობს ხალხი, არამედ იმ კანონიდან გამომდინარე, რა კანონთან ეხილავს საქმეს. გასაგებია ბატონ ლევან, მე მესმის თქვენი პოზიცია, მაგრამ დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფებოდნენ არა მხოლოდ ყოფილი მოსამართლე, რომელიც ადანაშაულებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ზეწოლაში და ამ თემასთან დაკავშირებით მექნება მე თქვენთან კითხვა, არამედ სტუდიაში ჩვენთან იმყოფებოდნენ მოქმედი მოსამართლეები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ვერ იძლევიან 100%-იანი დამოუკიდებლობის გარანტიას, რადგანაც დღემდე სასამართლოში არსებობს ეგრეთ წოდებული გაციმბირების მექანიზმი, როდესაც მოსამართლე თუ ის არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლოა მისი უშუალო უფროსის ინტერესში შედიოდეს, გაუშვებენ სადღაც წალენჯიხაში სასამართლოში სამუშაოდ, რითაც მთლიანად დაანგრევენ მის კარიერას. გიპასუხებთ, რაც მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დივანი ვარ, არც ერთ შემთხვევას მოსამართლის მივლინებისა უფრო მეტიც
ის მოსამართლეები, რომლებიც აცხადებდნენ და ის იყო ალბათ სულთიძე ჩამოსათვლელი, რომელიც აცხადებდა, რომ ისინი მათ სუდად ისევ ძველ პოზიციაზე დაბრუნება, მათი შუადღირება დაკმაყოფილებული იქნა და საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული მოსამართლეების ძველ ადგილზე დაბრუნების. ამიტომ აღნიშნული საკითხი დღეს მოხსნილი არის და არ ამგონია, რომ ამის წამოწევა. მაშინ რისთვის საუბრობენ ამის შესახებ მოქმედი მოსამართლეები, თუ სასამართლოში ყველაფერი არის კარგად, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის რეალურად მოსამართლეების ინტერესების დამცველი, რატო გამოდიან ეს ადამიანები და ღიად საუბრობენ, რომ პრობლემები სისტემაში ისევ არსებობს? ბატონო და თქვენ თუ შეეკითხებით ჩემს კოლეგებს და თუ ეტყვით რომ რაც ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაიარჩა მოსამართლეთა უმრავლესობით თუ ერთ შემთხვევას მაინც ქონია ადგილი რომ რომელიმე მოსამართლე რომელიმე რაიონში მივლინებული იქნა მისი ნების და მისი სურვილის გარეშე მე ბოდიშ მოვხდი. ბატონო, ისინი საუბრობენ ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როდესაც 12 მოსამართლის განწესება მოხდა, სწორედ ამასთან დაკავშირებით მაქვს მათ სერიოზული პრეტენზიები, რომ თქვენ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შექმნით ხელოვნური ორ ბარიერიანი დანიშნვის წესი. კარგით, ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, მე როგორც დილას მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად კანონური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოსამართლეთა დანიშვნა მოხდა ფარული კენჭისყრით 10 ხნის რაოდენობით, ხოლო შემდეგ მოხდა მოსამართლეთა განწესება. რაც შეეხება განწესება მოსამართლეების მოხდა იმ ვაკანტურ ადგილებზე, რომელზეც გამოცხადებული იყო კონკურსი, ხოლო რაც შეეხება შემდგომ მათ მივლინებას სხვა სასამართლოებში, მეც მინდით, რომ აღნიშნული მოსამართლეების თანხმობაც გვაქვს, რომლებიც თანახმანი იყვნენ, რომ დანიშნული იყვნენ იმ ადგილას, სადაც იყო ვაკანტური თანხმობა და შემდგომ მივლინებული ყოფილიყო იმ სასამართლოში, სადაც იყო საჭიროება მოსამართლეთა რაოდენობის. ამიტომ ჩვენი მოსამართლეები, რომელიც მივავლინეთ, მათი თანხმობა გვაქვს. ამაში მეც მინდით აბსოლუტურად გულწრფელად იყო. ბატონო, სანამ შემდეგ თემაზე გადავალთ, გადავიწყებდეთ საუბარს, მინდა კითხოთ თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელად არჩევის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც მოსამართლის მივლინებაში გაშვება ხდება, რასაც მოსამართლეების შიდა საუბრებში თავადაც გაცინბირებას უწოდებდნენ. ამით თქვენ აღიარებთ, რომ რეალურად მივლინებაში გაშვება იყო ერთგვარი ზეწოლის ბერკეტი მოსამართლეებზე წინა წლებში? მე არ ვაღიარებ, რომ ეს იყო ზეწოლის ბერკეტი, მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ მივლინება ხდებოდა, თქვათ, შესაძლებელია ყოფილიყო აღნიშნული მივლინება მოსამართლეების ნების გარეშე. მაგრამ მოსამართლეების ნების გარეშე მივლინება ეს კანონიერი იყო რეალურად. უბრალოდ კანონი გვაწმიდა იმის საშუალებას, რომ სადაც საჭირო იყო მოსამართლის დამატება, იქ უნდა ყოფილიყო მისი მივლინება. ბუნებრივია, ხა არის ადგილები, მაგალითად შეიძლება იყოს წალკა, შეიძლება იყოს თქვათ მესტია, სადაც თქვათ მთელი სასამართლო სისტემაში არავინ არ მოიძებნოს მოხალისე, რომლებიც გამოთქვა სურვილს, რომ წავიდეს და იმუშაოს ამ რაიონში, მაგრამ შესაბამისად მე ვფიქრობ ამ რაიონებს ისევე ჭირდება მოსამართლე როგორც თბილის. აქედან გამომდინარე საბჭოს მიერ მიღებული იქნებოდა ალბათ გადაწყვეტილებები, თუმცა ძველი საბჭოს გადაწყვეტილებებზე მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. მე მინდა ისე დაგაწმინდა გითხრათ, რომ რა შემდეგ რაც მოხდა ჩემი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დინა დარჩევა, არც ერთ შემთხვევას მივლინების მოსამართლის ნების გარეშე ადგილი არ ქონდა. ბატონო, ლალი ლაზარაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. საქართველოს პარლამენტს მიმართავს თხოვნით დაიწყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის საქმიანობის შესწავლა და მისი იმპიჩმენტის პროცედურა. სანამ ამ საკითხის განხილვა დაიწყებოდა საქართველოს პარლამენტში და ის მოახდენდა ამ განცხადების შეტანას დეპუტატების სახელზე, მანამდე მან თქვენ მოგმართათ დახმარების თხოვნით. სწორედ ამიტომ გაკრიტიკებთ მოსამართლეების ერთი ნაწილი, რომ თქვენ ეს საკითხი არ განიხილეთ. რატომ არ დაინტერესდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიერ წარმოდგენილი ფაქტებით, მისი არგუმენტებით და რატომ არ განიხილეთ ეს საკითხი? იქნებ იყო აქ მართლაც სერიოზული გადაცდომები, რომელსაც ჰქონდა ადგილი. აგეთ, მაშინ ამაზე სამართლებრივად გიპასუხებთ. დიახ. უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივად და ჩვენი მაყურებლისთვისაც რომ გასაგები იყოს, მე მესმის რომ. რა თქმა უნდა, გასაგებად ვეცდები რომ ძალიან მარტივ ენით აგიხსნათ რაში არის საქმე. ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ იუსტიციის უზენაესი სასამართლოს პლენუმს უფლება აქვს იუსტიციის უზენაესი სასამართლოს წევრი მიავლინოს იმ პალატაში, რომელშიც ჩათვლის საჭიროდ. და ქალბატონი ლალი არ არის ერთადერთი მოსამართლე, ვის მიმართაც იქნა მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილება. მე თავისთავად ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი, ყოველთვის მუშაობდი სისხლის სამართალში, მაგრამ პლენუმს მიიღო გადაწყვეტილება და თქვა განმეორე წლის წინათ მიიღო გადაწყვეტილება განმწესებინე ადმინისტრაციული პალატაში. შესაბამისად, მოხდა ესეთი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ აქ არავითარი უკანონობა არ არსებობს. მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით ქალბატონ ლალი მიმართა თავად.
წელს თქვა და გამოხატა სულული, რომ ის თავისი ნებით და თავისი სულით ტოვებდა თანამდებობას. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ეჭვი არავის არ შეუტანია ქალბატონი ლალის კეთილი თავისი ნებაში საკუთარი სულით აცხადებდა აღნიშნულ განცხადებას და აღნიშნულ გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც მომართა ქალბატონმა ლალი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების უფლება. თავად გაეუქმებინა მის მიერ მიღებული აქტი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოусმინა ქალბატონ ლალის და მიიჩნევა რომ აღნიშნული აქტი არ იყო გასაფათილებელი, ვინაიდან მას საფუძვლად ედო ქალბატონი ლალის პირადი განცხადება. თუმცა პირადი განცხადება რატომ დაწერა ამ თემასთან დაკავშირებით ქალბატონი ლალი ამბობს რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა სერიოზული. თავდაპირველად ის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ანუ განამწესეს, როდესაც ადამიანი განიხილავდა სამოქალაქო დავებს, განამწესეს სისხლის პალატაში, რის გამოც მას შეექმნა სერიოზული პრობლემები და ეს იყო მისი დასჯა. ის ამ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს, ასახელებს კონკრეტულ საქმეებს თუ რატომ ხდებოდა ამ ადამიანის დევნა. ეს არ იყო თქვენთვის საინტერესო? გეტყვით მაგაზე მოგახსენებთ უზენაეს სასამართლოში საქმეს იხილავს სამი მოსამართლე შესაბამისად როდესაც ქალბატონი ლალი საუბრობს რომ მან მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თან გაუსვა ხაზი რომ ჩემო კოლეგებაც აღნიშნეს რომ ეს შეგვიძლია პრაქტიკით დაინერგა და პრაქტიკაში დაინერგა რომ ქვეყნის სასამართლოებიც ანალოგურ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ რატოღაც მოხდა თითქოს რომ ქალბატონი ლალის მიმართ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება ეს ხო ლოგიკა არ არსებობს იქ ორი მოსამართლე იყო რომელმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მათ მოაწერეთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი და შესაბამისად მათზე აღნიშნული გადაწყვეტილება ანალოგიური მიღებული არ ყოფილა. ამიტომ ვიძახი რომ პლენუმს აქვს კანონიერი საფუძველი და ქალბატონი ლალი არ არის ერთადერთი უზენაეს სასამართლოში ვის მიმართაც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. აი დღესდღეობით თქვა ჩვენ ვდგავართ საჭიროების წინაშე რომ დაემატოს უზენაეს სასამართლოს ორი მოსამართლე. თქვა გადაწყვეტა ბატონმა პრეზიდენტმა და მიმართა პარლამენტს და პარლამენტმა მოგვივლინა ერთი წევრი იუსტიციის უზენაეს სასამართლოში. ამ შემთხვევაში პლენუმი მიუხედავად იმისა რა სპეციალობის იყო რა წარსული აქვს იღებს გადაწყვეტილებას იმის დამიხებით, სადაც არის საჭიროება მისი დანიშვნის. შესაბამისად შეიძლება იყოს თქვა პირის სისხლის სამართლის სპეციალისტი, მაგრამ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება პლენუმმა, რომ უჭირს სამოქალაქო პალატას და სამოქალაქო პალატაში მივალოთ. ამაში გასაკვირი და კანონსაწინააღმდეგო. თუ თავად მოსამართლე ამბობს, რომ გაუჭირდება სამოქალაქო პალატაში მუშაობა და მისი კომპეტენცია შეიძლება არ იყოს ისეთ მაღალ დონეზე სამოქალაქო პალატაში, როგორც მაგალითად სისხლის სამართლის პალატაში, ამ შემთხვევაში ამ ფაქტორის გათვალისწინება არ ხდება? ბაბემ ჩვენ ყველა მოსამართლეს უზენაეს სასამართლოში გვაქვს მონაწილეობა ყველა კატეგორიის საქმეებში. ქალბატონ ლალისას თუ დაუსვათ შეკითხვას, აქვს მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმეების განაჩენებზე ხელი მოწერილი. შესაბამისად, ეს არ იყო იმის არგუმენტი, რომ ქალბატონი ლალის მით უმეტეს, როდესაც თავისი განცხადების დაწერიდან რამოდენიმე წლის შემდეგ მოგმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭო აღნიშნული საკითხის დაბრუნებოდა. არის პარლამენტი, რომელიც წყვიტავს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს და ისიც ორ შემთხვევაში თუ სახეზე არის კონსტიტუციის დარღვევა და თუ სახეზე არის დანაშაული. ეს ორი საკითხი ჯერდება გადაწყვეტოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ამიტომ დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაველოდოთ იმ პროცედურებს, რა იქნება პარლამენტში და ისე მივიღოთ შედგენილ ისე უჯრედით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აბსოლუტურად კანონიერად ჩათვალა, რომ 3 წლის თუ 4 წლის დროინდელი მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად ედო ქალბატონი ლალის პირადი განცხადება, არ იყო მისი ბათილად ცნობის საფუძველი. გასაგებია. ბატონ ლევან, მე ვისარგებლებ შემთხვევით, რადგან თქვენ ხართ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი და კითხავთ ბოლო დროის ერთ-ერთი აქტუალური თემის შესახებ. ეს არის მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის დაკომპლექტება. მთავრობამ დროებით გადადო ეს საკითხი, თუმცა ამბობს, რომ ის აუცილებლად შეიქმნება. თქვენი პოზიცია მე ნამდვილადაც მახსოვს, სანამ ხდებოდა ამ კომისიის მზადების პროცესი, იყო რომ თქვენ ეწინააღმდეგებოდით მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნას. როგორ ფიქრობთ, დღეს უნდა შეიქმნას თუ არა მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია, რომელიც გადახედავს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს წინა 9 წლის განმავლობაში, ეს არის თუ არ ვცდები 5 წლიან ციკლზე, 2005 წლიდან 2012 წლამდე და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებებს ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენი ზოგადად სასამართლოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი არის. მაგრამ მე კიდევ დავამატებდი ერთს, რომ თუ ეს რა თქმა უნდა კანონი გახდება, რეალურად გახდება კანონი და შესაბამისად მოხდება ამ საქმის გადახედვა, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ ერთი რაღაცაც მინდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც შეიქმნება ხარვეზების დამდგენი კომისია, ალბათ უკრაინი იქნება და ყველასთვის ნათელი არის, რომ ამ კომისიის შემადგენლობა უნდა იყოს ისეთი წევრებისგან შემდგარი, რომელიც იქნებიან მიუკერძოებლები.
და მე თქვა საქართველოში ერთ პრობლემას იმას ხედავ, რომ არ მეგულება ცნობილი იურისტი, მეტნაკლებად ცნობილი იურისტი, ვისაც ამათ იმ კონკრეტულ საქმეზე წინასწარ არ ხოდეს პოზიცია გამოხატული განაჩენის უკანონომასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენი პოზიცია და ჩემი პირადად პოზიცია არის ის, რომ ხარვეზების კომისია ალბათ არ უნდა შეიქმნას, მაგრამ თუ ამას გადაწყვეტავს პარლამენტი და ეს მისი პრეროგატივა და მაინც შეიქმნება, მაშინ ვფიქრობ, რომ ამ კომისიის წევრები უნდა შედგებოდეს იმ წევრებისგან უნდა შედგებოდეს ეს კომისია, რომლებიც იქნებიან აბსოლუტურად მიუკერძოებულები. გასაგებია, თქვენი პოზიცია მაინტერესებს. იმ შემთხვევაში თუ შეიქმნება კომისია, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების შესწავლას დაიწყებს. ამ შემთხვევაში ხომ არ იქნება ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმა სასამართლოსთვის, რომელსაც საზოგადოების ნახევარზე მეტი არ ენდობა. მე ვფიქრობ, რომ ხარვეზების კომისიის შექმნა თავად ქვეყნისათვის არ იქნება სიკეთის მომტანი. თავად მე დაწმენებული ვარ, რომ როდესაც გადაიხედება საქმეები და თუ ეს საქმეების გადახედვა მოხდება, თქვათ ისეთი წევრების მიერ, რომლებიც იქნებიან მიუკერძოებელი და ზედაპირზე ამოვა ის ყველა თუ რატო იღებდა კონკრეტული მოსამართლე კონკრეტულ გადაწყვეტილებას, შეიძლება საზოგადოებასაც პირიქით შეიცვალოს დადებითი კუთხისკენ. ვინაიდან მე დაწმენებული ვარ, რომ მოსამართლეები, რომლებიც ღებულობდნენ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ კანონზე დაკმებით და შინაგან რწმენით. აი აქედან გამომდინარე, თუმცა ზოგადად მიმაჩნია, რომ ქვეყნისათვის არ იქნება სასარგებლო ხარდა საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისათვის შეიძლება ეს არ იყოს თქვა და არ უნდა იქნეს ეს თუ იქნება ეს ბერკეტი გამოყენებული სასამართლოს წინააღმდეგ ეს იქნება ძალიან ცუდი ფორმა მაგრამ მე დაწმენებული ვარ რომ თუ მაინც შეიქმნება ეს ხარვეზების კომისია რომელსაც კიდევ ერთხელ ვადასტურებ წინააღმდეგები მაგრამ თუ იქნებიან აქ ისეთი წევრებისგან დაკომპლექტებული რომელიც არის მიუკერძოებელი თვითონ დაწმენდებიან საზოგადოებას დაწმენდება რომ სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებებს კანონის თანახმად და ის გადაწყვეტილების აბსოლუტური უმრავლესობა არის კანონიერი. გასაგებია, იყო ასევე ერთ-ერთი ინიციატივა, რომ სასამართლოს შიგნით მომხდარიყო მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნა. ანუ უზენაეს სასამართლოში ყოფილიყო ახალი პალატა, ახალი მოსამართლეები დაკომპლექტებული, რომელიც შეისწავლიდა წინა 5 წლის განმავლობაში გამოტანილ გადაწყვეტილებებს. თქვენ ეთანხმებით ამ ვერსიას და მზად არის დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომ ესეთ კომპრომისულ ვარიანტში მიიღოს მონაწილეობა, რომ სასამართლოს შიგნით მოხდეს ამ საქმეების გადახედვა? მე პირადად და ჩვენი სასამართლოს პოზიცია როგორც ის არის ის ზოგადად ეწინააღმდეგება ხარვეზების კომისიის შექმნა. მაგრამ თუ მაინც შეიქმნება კომპრომისული ვარიანტი, ხომ არ შეიძლება რომ იყოს ეს რომ სასამართლოს შიგნით შეიქმნეს ეს მოსამართლეებისაგან დაკომპლექტდეს და არ იყოს დამატებითი გარე ინსტიტუცია. ამ ეტაპზე ახლა ბატონო და სიმართლე გითხრათ, რაც არ არის შეფერილი, რაც არ არის დაწერილი და რაზეც კონკრეტულად რაღაც ჩონჩხი და ფორმა არ არის მიცემული, მე ძალიან გამიჭირდება ახლა ამ ეტაპზე. გასაგებია. ბატონო ლევან, ბოლოდ გეტყვით რომ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება არის ხარვეზებში. კი ბატონო, გასაგებია თქვენი პასუხი. ბატონო ლევან, ბოლო კითხვა მექნება თქვენთან და მოსამართლის კითხვაც იყო, რომელიც ჩვენთან ბრძანდებოდა სტუდიაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, რას აკეთებს იუსტიციის საბჭო იმისთვის, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ არსებული უნდობლობა აღმოიფხვრას და ხალხის უფრო მეტი ნაწილის ნდობით ისარგებლოს სასამართლომ. აკეთებს ჩემის აზრით ძალიან ბევრს. დაიწერან იყო საუბარი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გახსნილი არ არის. მე მიმაჩნია, რომ სასამართლოს თავარი პრობლემა და მთელი ძირითადი პრობლემა იქიდან გამომდინარეობდა, რომ სასამართლო ნაკლებ ყურადღებას უთმობდა კონკრეტულ საქმეს და საერთოდ ზოგადად ახსნა განმარტებებს საზოგადოებისათვის. შესაბამისად, ეხლა სასამართლოებში არის კამერები, სადაც ხდება პროცესების ღიაობა, თვითონ ხალხი საზოგადოება უყურებს, როგორ მიმდინარეობს პროცესები მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე და შესაბამისად, ჩვენი აქტიური მუშაობა თითოეულ კონკრეტულ საქმეზე კომენტარს რა თქმა უნდა მოსამართლე ვერ გააკეთებს, საზოგადოებას ჩვენ დავანახოთ უფრო ახლოს სასამართლოში რა ხდება, რა მოვლენები ხდება, რა გვაწუხებს, რა პრობლემებია. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭომ ასევე იზრუნებდა პირადად მე ვიყავი ჩართული ამ ამბებში, რომ გამარჯვებასებული იყო მოსამართლეთა სოციალური პირობები, ხელფასები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეს უნდა შეუქმნას ცხოვრების ღირსეული პირობები, რომ ერთადერთი რაზეც მოსამართლე მიფიქროს, ეს უნდა იყოს ის კონკრეტული საქმე, რომელსაც ის იხილავს, რომელიც მან უნდა გადაწყვეტოს კანონის თანახმად, შინაგანი რწმენით და ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული როგორც საზოგადოების აზრზე, ასევე რა თქმა უნდა, თქვათ პოლიტიკურ პარტიებზე და ხელისუფლების შტოებს. ბატონო ლევან, თქვენ ბრძანდებით არის ჩვენი აქტიურობა და რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ღიაობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭომ შეიძლება დაგვიდასტუროთ, არის აბსოლუტურად ღია. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს იმისა, რომ დაესწროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომას, ასევე ჩვენ გვაქვს ინტერნეტი, რომლის საშუალებითაც ყველა მოსამართლეს აქვს იმის საშუალება, რომ ნახოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა და შესაბამისად ვართ აბსოლუტურად გახსნილები და აბსოლუტურად ღიები. ბატონო ლევან, თქვენ ბრძანდებით უკვე რეფორმირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი პირი. მე მინდა დაგისვათ კითხვა, დღეს
თქვენ ჩვენს ეთერში მაყურებელს, რომელიც ახლა უყურებს და რომელსაც აქ განცდა 80%-ზე მეც, რომ სასამართლო არ არის საქართველოში თავისუფალი. შეგიძლიათ უთხრათ, რომ დღეს მოსამართლეები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, 100%-ით არიან დამოუკიდებლები და მათ საქმიანობაში, როგორც სტრუქტურის შიგნით, ასევე გარედან არავინ არ ერევა? პარალელურად ამ კუთხე შემიძლია დასრულდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და 100% დამოუკიდებლობა ესე მარტივი საკითხი არ არის. სასამართლო რომ იყოს დამოუკიდებელი, ამას ჭირდება პროცესი, დრო. ასევე მხოლოდ სასამართლოში კი არ ჭირდება მას რეფორმა. რეფორმა ჭირდება სხვადასხვა სტრუქტურებში. როგორ შეიძლება თქვა, იყო პერიოდი, როდესაც თქვა, თუ პოლიცია იქნება კონტროლირებული, თუ პროკურატურა იქნება კონტროლირებული, თუ რაღაცა, მაგრამ ეს ხომ გამოსწორდა ეხა რეალურად. ანუ მთელი რიგი ფაქტორები არის განაპირობებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის. თუ მოწმე, რომელიც ჩვენებას არ არის თანამშრომლობის გამოძიებასთან შეიძლება მე ვთქვათ სასამართლო ვთქვათ შეიძლება კანონური გადაწყვეტილება კი იყოს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება უსამართლოდ აღიქვებოდეს საზოგადოების თვალში. ხო შეიძლება მოხდეს ისეთი რაღაც, რომ არის თანამშრომლობა მოწმეობ, კარგად არ იქნება გამოძიებული საქმე და კვლელი გამართლა, ხო? აი ამ შემთხვევაში მთელი რისხვა მაინც სასამართლოზე გამოდის. მაგრამ სასამართლოს დარჩენია ერთადერთი გზა, სასამართლომ უნდა მიიღოს კანონური გადაწყვეტილება. რაც შეიძლება მე მის სამართლიანობას, ეს სამართლიანობა უკვე ან პარლამენტმა უნდა მიიღოს სამართლიანი კანონი, ან კიდევ უნდა მოხდეს, რომ მოქალაქეების მარჩევნების დონეც უნდა ამაღლდეს, პროკურატურამ უნდა მოიშალოს გამართლება, ადვოკატების დონე უნდა იყოს ძალიან მაღალი და ეს კომპლექსში უნდა მოხდეს ამ პრობლემების გადაწყვეტა. მხოლოდ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ეს უცბადრობა ერთ დღეს გავიღვიძეთ და მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო, ეს არის ძალიან რთული და ძალიან მარტივად უყურებთ ამ საკითხს. სასამართლოს დამოუკიდებლობა ეს არის პროცესი, ძალიან ბევრი რეფორმა ჩატარდა, ბევრი ნაბიჯები დღესდღეობითაც მიმდინარეობს, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და მე იმედი მაქვს და დაწმინებული ვარ, რომ ძალიან ახლოს არის საქართველოში ის დღე, როდესაც საზოგადოებასაც ეხება განცდა და რეალურად ყველა იტყვის, რომ იმას, რომ სასამართლო საქართველოში არის დამოუკიდებელი. თუმცა დღეს ოპოზიციაში გადასული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სასამართლო სწორედ გარკვეული გავლენების ქვეშ ექცევა მაშინ, როდესაც ხდება იგივე აკვეთი ღონისძიებების შეფარდება, იგივე საუბარი არის მაგალითად მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებზე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ვანო მერაბიშვილზე, ბაჩო ახალაიაზე, რომელთაც აქვთ შეფარდებული აკვეთი ღონისძიებები და საუბარი არის, რომ აქ აკვეთი ღონისძიების გამოყენება აუცილებელი არ იყო, რადგანაც ეს ადამიანები არ ემალებოდნენ გამოძიებას. მე ვიცი, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში თქვენ საუბარი გაგიჭირდებათ, რადგანაც ეს არის კონკრეტული მოსამართლის გადაწყვეტილება და მათ საქმიანობაში ჩარევა შეიძლება ეს ყველაფერი შეფასდეს. თუმცა მაინც ზოგადად აკვეთი ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის თომას ჰამენბერგის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაც იყოს, რომ აკვეთი ღონისძიებები არ უნდა იყოს გამოყენებული ასეთი ინტენსივობით და კლების ტენდენცია, რომელიც დაწყებულია, უნდა შენარჩუნდეს. ეთანხმებით თქვენ ამ რეკომენდაციას? მე რა თქმა უნდა ვეთანხმები, მაგრამ იმასაც ვეთანხმები, რომ იქნება ეს ოპოზიცია, იქნება თუ ეს იქნება ხელისუფლება, ყველამ პატივ უნდა ესწროს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამიტომ, როდესაც მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, ერთადერთი გზა აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვის, ეს არის ზემდგომი სასამართლო. და ყველამ უნდა დავიწყოთ საზოგადოებამაც, განსაკუთრებით იმ პირებმა, რომლებიც არიან თანამდებობის პირები, ვისაც პასუხისგებლობა მოეთხოვება, ვისაც საზოგადოებაში ჭკუა მოეთხოვება, ასევე ოპოზიციური პარტია იქნება ეს თუ ხელისუფლება იქნება, ყველა უნდა შეეგუოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატივისცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ რა აქედან დავიწყეთ სვლას და ამ მიმართულებით წავალთ, აუცილებლად გვეხება საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ბატონ ლევან იმისთვის, რომ მიიღეთ მონაწილეობა დღევანდელ გადაცემაში. მე ტელემაყურებელს მინდა შევახსენო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე პასუხობდა დღეს ჩვენი გადაცემის კითხვებს. ეს არის ტოქ-შოუ დიდი პოლიტიკა, თქვენ უყურებთ TV3-ს, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ თქვენ ასევე ნახავთ. ლარის კურსი ეცემა, ფასები იზრდება, ოპოზიცია კი დეფოლტის საფრთხეებზე ალაპარაკდა. საქართველოს ბიუჯეტი 2014. რატომ ზრდის ხელისუფლება 127 მილიონი ლარით სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო ფონდს იღებს თუ არა მთავრობა კოლოსალურ ვალს და ემუქრება თუ არა ქვეყნის ბიუჯეტს დეფიციტი, რისკები, რეალობა, პროგნოზები, მოვლენები, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება და ჩვენს ჯიბეზე აისახება. დღეს ზურაბ ჯაფარიძე და გოგი თოფაძე ტოქ-შოუ დიდი პოლიტიკის სტუდიაში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემის შესახებ მივდივართ თუ არა ეკონომიკური კრიზისისაკენ.
თქვენ უყურებთ TV3-ს, ეს არის ток-შოუ დიდი პოლიტიკა. საქართველოს პარლამენტი 2014 წლის ბიუჯეტს განიხილავს. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი უკვე დაიწუნა ოპოზიციამ. საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში ქვეყნის საბერძნეთიზაციის საფრთხესა და დეფოლტის რისკებს ხედავს. რატომ არ გაიზრდება მომავალ წელს პენსია, რატომ ეცემა ლარის კურსი და ზრდება იმპორტირებული პროდუქტები და ბოლოს რატომ იღებს მთავრობა მომავალი წლისათვის კოლოსალურ ვალებს. ამ თემაზე დღეს საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებთან ერთად გავაგრძელებ საუბარს. მე მივესალმები ჩვენი სტუდიის პირველ სტუმარს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ მდივანს ზურაბ ჯაფარიძეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურაბ იმისთვის, რომ იღებთ მონაწილეობას დღევანდელ ჩვენს გადაცემაში. საქართველოს ემუქრება საბერძნეთიზაციის საფრთხე. განაცხადეთ თქვენ, ეს არის დეფოლტი და ციტატა იყო თქვენი განცხადებიდან ამის შესახებ. ჩვენ გვახსოვს რა მოხდა საბერძნეთში, როდესაც პენსიები გაიყინა, ხელფასები განახევდა, სამუშაო ადგილები განახევდა, ან ვინც შეინარჩუნა, იმათი ხელფასებიც ძალიან მკვეთრად შეიკვეცა. რატომ გაქვთ ასეთი პესიმისტური პროგნოზი და რა გაძლევთ ამ პროგნოზის გაკეთების საბაბს? ნუ დეფოლტამდე ჯერჯერობით შორია, დეფოლტის საფრთხის წინაშე ჩვენ ახლა ნამდვილად არ ვდგავართ, გამომდინარე იქიდან, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რა მდგომარეობაში ჩვენ დავტოვეთ ეკონომიკა გასული წლის ოქტომბერში და გადავაბარეთ ახალ ხელისუფლებას, იყო საკმაოდ კარგი, მათ შორის ვალთან მიმართებაში, ვალი კლიანტთა და პროდუქტთან მიმართებაში იყო დაახლოებით 30-11%, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ამიტომ ჯერჯერობით გარკვეული ლუფტი ამ ხელისუფლებას აქვს. მე ვთქვი, რომ ჩვენ დავადექით საბერძნეთიზაციის გზას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დავიწყეთ გარკვეული ვალდებულებების და მათ შორის ზეროვადიანი ვალდებულებების ვალით დაფინანსება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს ჩვენ ვალს ვხდით დაახლოებით 1 მილიარდი ლარით, მაშინ როდესაც ჩვენი ეკონომიკა წელს გაიზარდა დაახლოებით 9 მილიარდით. ანუ ვალის აღება ცხადა წინა წლებში ხდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს, რამდენად იზრდება ეკონომიკა და ეკონომიკასთან მიმართებაში რამდენად იზრდება ვალის მოცულობა. მაგალითისთვის რომ შევადაროთ, გასაგები რო იყოს მაყურებლისთვის, 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა დაახლოებით 1,5 მილიარდით ჯამში და ჩვენ ავიღეთ დაახლოებით 9 მილიარდი ვალი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს რო კონდეს ხელფასი რო გაიზარდოს 1500 ლარით და ვალი რო გაიზარდოს 500 ლარით, ხო? ანუ ის გაზრდილი შემოსავლები მარტივად აფინანსებს ამ ვალს და ვალის მომსახურებას ასევე პროცენტიანა. მაშინ როდესაც ჩვენ წელს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ეკონომიკა გაიზარდა 9 მილიარდით, მაშინ როდესაც მომავალ წელს ვალი იზრდება 1,616 მილიონით, ანუ სამჯერ მეტ ვალს ვიღებთ, ვიდრე წელს ეკონომიკა გაიზარდა. ეს არის ის გზა, რასაც ადგა საბერძნეთი წლების განმავლობაში და რაღაც საბერძნეთი მიიყვანა საბოლოო ჯამში დეფოლტის პირას. მე ვთვლი, რომ ეს ჩვენს დავადექით ამ გზას სამწუხაროდ, იმიტომ რომ როდესაც სახელმწიფო იღებს ესეთ ტიპის ვალდებულებას, მე ამ ვალდებულებებზე უარის თქმა არის ძალიან რთული. მაგალითად, შექმნის ახალ ბიუროკრატიას, მე ძალიან რთულია მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს ბიუროკრატია გაუშვას საქმეს. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ კითხვა, მომავალი წლის ბიუჯეტში 127 მილიონი ლარით იზრდება ხელფასებისათვის განკუთვნილი თანხა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანებისათვის, ანუ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ხელფასს იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რეალურად ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, სჭირდება ქვეყანას, თუ ეს არის უბრალოდ არანაირი გადაუდებელი აუცილებლობა მაშინ არ არის, ზოგადად სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასებთან მიმართებაშიც ჩემი აზრით არასწორი პოლიტიკა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. წლევანდელი მონაცემებიც რა ხო, წლევანდელ მონაცემებში ნახავთ, რომ კეთილი ვარდნა არის სახელმწიფო ხარჯებში, მაგრამ თუ ჩვენ გავაკეთებთ ამ ხარჯების ანალიზს, ნახავთ, რომ ვარდნა არის სახელმწიფო მომსახურებასა შესყიდვებში, რაც ნიშნავს, რომ საქმე რეალური პროგრამული ნაწილი რაც არის ბიუჯეტის ის კეთდება ნაკლები, მაშინ როდესაც დაახლოებით 13%-იანის და არის წელს უკვე ხელფასებში. რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით ეხლანდელი მთავრობა მუშაობს გაცილებით ნაკრებს, მაგრამ იღებს 13% მეტ ხელფასს. მომავალ წელს არის დაგეგმილი ასევე და ჯამში ეს ნამდვილად გამოდის 127 მილიონი, თუმცა ეს და რითი არის განპირობებული სულად გაუგებარი, იმიტომ რომ მაგალითად წელს რო ყოფილიყო რაღაც ტიპის ინფლაცია, შემოგვეფიქრა, რომ ამ ინფლაციის კომპენსირება ხდება, იმიტომ რომ ხელფასებს უდიან საჯარო მომხელებს, მაგრამ წელს ინფლაცია იყო 0-თან ახლოს, ამიტომ ეს ზრდა ხდება, უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ ხელფასები მეტი გაცენ ბიუროკრატიაზე, ან გადაწყვეტილია, რომ ბიუროკრატია კიდე გაზარდნა, შექმნან რაღაც ახალი ბიუროკრატიული ინსტიტუტები, რომლებსაც ეს ხელფასი ჭირდება, ახალი თანხები. ეს ზოგადად შეიძლება ეს პრობლემა საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც ჩვენ წელს გვაქვს ბიუჯეტში დანაკლისი დაახლოებით 1 მილიარდამდე და მომავალ წელს კიდევ ვიმეორებ, ხდება ახალი ვალის აღება დაახლოებით 2 მილიარდამდე. აი ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ ბიუროკრატიამ უნდა მიიღოს მეტი ხელფასი, არის სულად გაუგებარი ჩემი აზრით. გასაგებია, მინდა კითხოთ თავად პენსიებთან დაკავშირებით, მომავალ წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა არ არის ჩადებული. თქვენ როდესაც გქონდათ ეს კითხვა, ბუნებრივია თქვენი პოლიტიკურ ოპონენტებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რა განმარტებებს აკეთებენ ისინი? ზრდიან ხელფასებს, მაგრამ ვერ ზრდიან ჩადებას. რამდენიმე განმარტება რაც მოვისმინეთ არის ის, რომ ერთ-ერთი განმარტება მაგათაც რომელიც მოვისმინეთ, ეს იყო თუ სწორად მახსოვს ფინანსთა მინისტრი, მან თქვა, რომ პენსიები უკანასკნელ წლებში სულ იზრდებოდა და ყოველ წელს ხო არ გაიზრდება პენსიაო, წელს გავზარდეთო, რაც ტყუილია სინამდვილეში, რომ
წელს 150-ლარიანი პენსია იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადებული 2013 წლის ბიუჯეტში, მათ ეს არ გაუზრდიათ, მაგრამ მიიწერეს ეს, რომ ვითომ მათი გაკეთებულია, მაგრამ ყოველ წელს ხო არ გავზრდო და ამიტომ არ გაიზრდებაო. ასევე კითხვაზე რომ ეს დაპირებული 230-ლარიანი პენსია როდესაც იქნება, პასუხი ერთ-ერთი პასუხი რაც მივიღეთ იყო და ეს შეიძლება ამას 10 წელიც კი არ ეყოსო, რომ აქამდე გავზარდოთო. რაც ძალიან ცუდია, თუნდაც იგივე ის 800 მილიონი რომელიც წელს დააკდა ბიუჯეტს, ის რომ ბიუჯეტში შესულიყო და გაეშოთ მთლიანად პენსიებზე, ამით მიაღწევდნენ 230 ლარსაც და შეიძლება უფრო მეტი პენსიაც გაეცათ წელს. მე არ ვამბობ, რომ ეს სწორი გზა იქნებოდა, მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა. მინდა კითხოთ ბატონო ზურაბ, ვალუტის კურსის ნებათა ხელოსთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ბოლო ერთი კვირა არის დაიწყო, როდესაც ხდება ლარის კურსის ვარდნა, ბუნებრივია და შესაბამისად ექნებათ პრობლემები მოქალაქეებს, რადგანაც დიდ ნაწილს კრედიტი აქვს აღებული დოლარში, ხელფასი იღებენ ლარში, მათ უწევთ უფრო მეტი საკუთარი დანაზოგიდან გაიღონ თანხა იმისთვის, რომ დაფარონ კრედიტი. ასევე დღეს იყო პრესაში პუბლიკაციები უკვე იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად პროდუქტებზე, რომელიც არის საქართველოს შემოტანილი იმპორტირებულ პროდუქტებზე გაიზარდა ფასი. რას უკავშირდება თქვენი გათვლებით, თქვენი ინფორმაციით ლარის კურსის ვარდნა და რეალურად, როდესაც ხდება იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების მატება, ეს შეიძლება იყოს თავად მეწარმეების მიერ თავის გადაზღვევა, რომ წინასწარ ზრდიან ფასებს თუ ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, რომელსაც მეწარმეები უბრალოდ ვერ გაუმკლავდებიან. ხო, აქ რამდენიმე რაღაცის თქმა შეიძლება. ერთი მიზეზი, რომელიც დაასახელა ხელისუფლებამ, თითქოს ეს არის სეზონური, ეს ცხადი არ არის სწორი მიზეზი, თუ რაიმე ტიპის სეზონურობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, პირიქით ხა ახალი წლები მოდის და ადამიანებს მოთხოვნა ლარზე იზრდება, თუ ვინმეს აქვს სიტყვაზე დოლარში დანაზოგი, დოლარში. ანუ წვეთიდან მათი ნათესავების გამოგზავნილი. და ნებისმიერ შემთხვევაში ახურდავებენ ნებისმიერ სხვა ვალუტას ლარში, იმიტომ რომ ლარში უნდა იყიდონ ახალი წლისთვის სხვადასხვა ტიპის პროდუქტები და ამიტომ როგორც წესი, რო ვნახოთ წლებს რო გადავალოთ, ყოველთვის ახალი წლის წინ პირიქით ლარი უფრო მყარდებოდა და არ სუსტდებოდა. ამიტომ სეზონურობა ცხადია, მიზეზი არ არის და ეს არის უბრალოდ ტყუილი, რასაც მოსახლეობას ეუნებიან. რატო ხდება ეს? ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. ნებისმიერი ეკონომიკა, როდესაც სუსტდება, ამ ეკონომიკის ვალუტა სუსტდება, ეკონომიკა როდესაც ძლიერდება, ვალუტა ძლიერდება. ამიტომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ვალუტის გაზრდა, ამის მნიშვნელოვანია, რომ ისევ დაიწყოს ეკონომიკური გაჯანსაღება, დაიწყოს ეკონომიკური ზრდა და ამ შემთხვევაში ლარი ისევ გამყარდება. რაც შეეხება იმას, რომ რატო ხდება იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდა, როგორც ჩანს ხდება პრევენციულად, იმიტომ რომ როდესაც ზოგადად ხდება ვალუტის გაუფასურება, ეს ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას, მაგრამ ხელს უშლის იმპორტს, ამიტომ იმპორტიორები როგორც ჩანს პრევენციულად ახდენენ ამ ფასების ზრდას, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ შემდეგ დოლარის შესყიდვა, რომელიც მათ ჭირდებათ იმისათვის, რომ საზღვარგარეთ შემდეგ პროდუქცია ისევ შეიძინონ და შემოიტანონ, მათ მოუწევთ უფრო მაღალი კურსით, ანუ გაუფასურებული ლარი და ამიტომ როგორც ჩანს პრევენციულად ისინი წინასწარ ახდენენ ამას. მე ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თუ თქვენ ასეთ ინფორმაცია გაქვთ, რომ ეს ხდება, ეს ალბათ ხდება სწორედ ამის გამო. დღეს პრესაში იყო პუბლიკაციები, კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული ექსპერიმენტები, რომლებიც იგივე გაზეთ რეზონანსის ჟურნალისტებმა ჩაატარეს, როდესაც შეამოწმეს რა ღირდა და რა ღირს ახლა კონკრეტული პროდუქტი. ეს ბუნებრივია, რომ ეს მარტივია, თუ მე ჭირდება სიტყვაზე 100 დოლარი რომ ვიყიდო რაღაცა პროდუქცია, რომელიც უნდა შემოვიტანო საქართველოში, დღეს თუ ეს 100 დოლარი შემიძლია ვიყიდო სიტყვაზე 179 ლარად და ვიცი რომ ლარი ფასურდება, ხვალ დამჭირდება 170 ან 171 ლარი, ანუ გამიძვირდება ეს დოლარი. ამიტომ როგორც ჩანს, უკვე იმპორტირებულ პროდუქციაზე ზრდიან წინასწარ ფასს, რომ ამ დოლარის შესყიდვის საშუალება ქონდეს, რომ არ გაჩერდნენ და იმპორტის საშუალება კიდე ქონდეთ. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება საქართველოში, როგორც თქვენ აცხადებთ? ეს შეიძლება იყოს გაუთვლელი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც არ გააჩნია საქართველოს მთავრობას, თუ ამის ბრალი შეიძლება იყოს მაინც გარდამავალი პერიოდი, როდესაც ერთი ხელისუფლებიდან მეორე ხელისუფალი მოდის და ჯერ კიდევ იგივე ინვესტიციებთან დაკავშირებით არსებობს მაინც აზრთა სხვადასხვაობა, ბიზნესმენებიც გარკვეულწილად ცდილობენ რომ იყვნენ ფრთხილები. არა, არის გარდამავალი პერიოდი, ცხადია, ამ არაფერში შუაში არის გარდამავალ პერიოდზე შეიძლება გვესაუბროთ, თქვა ერთი კვარტალი ან ორი კვარტალი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მაგრამ გავიდა წელიწადზე მეტი უკვე, ამიტომ რაღაც გარდამავალ ეტაპზე საუბარი და იმაზე რომ რაღაც კოაბიტაცია აზიანებდა ამ ყველაფერს რაღაცა, ეს ყველაფერი არის ზღაპარი და არის ტყუილები, რომელსაც ხელისუფლება ცდილობს რომ მოსახლეობას მიაწოდოს. რეალური მიზეზი არის ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ზოგადად თვითონ ეს ხელისუფლებაში არსებული გუნდი წარმოადგენს ძალიან ეკლექტურ გაერთიანებას და მას არ გააჩნია რაღაც ერთიანი ხედვა ეკონომიკასთან მიმართებაში. აქ არ არის საუბარი რაღაც იდეოლოგიურ განსხვავებაზე ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკასა და ამ გუნდის ეკონომიკურ პოლიტიკას შორის. ჩვენ ვთქვათ, შეიძლება მხარს უჭერეთ უფრო მემარჯვენე პოლიტიკას და თავისუფალ ბაზარს და ეს შემდეგ და მეორე მხარე შეიძლება იყოს უფრო სოციალისტური გადახრების მთავრობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ესეც კი არ არის, ამასაც კი ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არსებულ პოლიტიკურ გუნდს საერთოდ ესეთი რაღაც იდეოლოგიური ხაზიც კი არ გააჩნია, მათ არ აქვთ ერთიანი ხედვა, აქვთ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვესმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, მასთან დაკავშირებით თუ საერთოდ წავიდეს საქართველოს ეკონომიკა, ჩვენ პარლამენტში ვხედავთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება შემოვიდეს ორი კანონპროექტი, რომელიც
რომელიც ჩინას ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ანუ ერთ მიდგომას უჭერს ხაზს მეორე მიდგომას და პლუს ნახეთ უამრავი კანონ პროექტები მე შემიძლია ბევრი ჩამონათვალი გავაკეთო, რომლებიც იყო ცალსახად საზიანო ჩვენი ეკონომიკისთვის, რომელიც იყო მიმართული არა ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ, არამედ ეკონომიკის მაქსიმალურად შებოჭვისკენ. ამ ყველაფერმა და კიდევ ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ერთიანი ხედვა არ არსებობს, გამოიწვია ის, რაც ჩვენ ნახეთ უკანასკნელი წლის განმავლობაში, როდესაც საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერდა ჩვენ 7.9%-იანის დიდან, რომელიც იყო შარშან მესამე კვარტალში, ჩამოვედით 2%-ამდე და წლის ბოლომდე 2.2%-ზე თუ გავედით, ეს იქნება კარგი მაჩვენებელი. ანუ მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს იმის გამო რომ ერთიანი ხედვა არ არსებობს, სიგნალები, რომელიც მოდის მთავრობიდან, კერძო სექტორში და რომელსაც ყურადღებას აქცევს აქაური ბიზნესი, ისევე როგორც ინვესტორები, არის ძალიან დამაბნეველი. არავინ არ იცის რა მდგომარეობაში, ანუ ეკონომიკური გარემო როგორი იქნება 6 თვეში, როგორი იქნება 1 წელიწადში, როგორი იქნება 3 წელიწადში, არავინ არ იცის რა ტიპის კანონებს მიიღებს ეს მთავრობა ხვალ, ზეგ, 1 თვეში, 5 თვეში და ასე შემდეგ. ეკონომიკური პოლიტიკა არ ამ ყოველფრის ხადი, ანუ არასტაბილურობის განსტარებით, რომ არავინ არ იცის დღეს რომ მე ჩავდო სიტყვაზე $1000 საქართველოში, ამ $1000-ით მოვიგებ $100, მოვიგებ $500 და შეიძლება საერთოდ მინუსში გავიდე, იმიტომ რომ ისეთ გამეზარდოს ხარჯები ახალი რეგულაციების გამო, რომელსაც თავრობა მიიღებს და შეიძლება საერთოდ წაგებაში გავიდე, ხო? ამის გამო ცხადია გზელვადიან ინვესტიციებს არავინ არ აკეთებს. ბიზნესი, რომელიც დღეს მუშაობს მეტწილად, არის რაღაც უცებ ვიყიდე რაღაცა და უცებ გავყიდე, უცებ მოვიკო რაღაცა თანხა, იმიტომ რომ არ ვენდობი ეკონომიკურ გარემოს 2 წლით, 5 წლით და 10 წლით. ეს არის თავი ეკონომიკურ პოლიტიკასაც, თქვენი გუნდის ეკონომიკურ პოლიტიკასაც ძალიან ხშირად აკრიტიკებენ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ყოველად უსარგებლო პროექტებზე იდგა, როდესაც შენდებოდა იგივე პარლამენტი, იგივე იუსტიციის სახლი, დიდი პროექტები და ამის ხარჯზე ცოცხლობდა ეკონომიკა, მაშინ და იყოს ზრდა. ეს ზღაპარი არის ხადია, თუ ჩვენ გაქვს ნებისმიერ მთავრობა, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ ჩვენ გაქვს არჩევანი, გააკეთო ერთი რომ სიტყვაზე ააშენო ახალი პარლამენტი და გჯერა რომ ეს მოიტანს ეკონომიკურ ზრდას, როგორც სიტყვაზე მათ ჯერათ რომ ამას მოქონდა ეკონომიკურ ზრდა და მეორე არჩევანია რომ არ ააშენო პარლამენტი და ბიუჯეტი გაგერღვეს 800 მილიონით, ნებისმიერი გონიერი მთავრობა მაინც იმ გადაწყვეტებას აიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ის არის სრული სისულელე და ეკონომიკის დაეგრე არ ხდება, მაგრამ ესეთი არჩევნის წინაშე რომ სიდგეს ნებისმიერი მთავრობა მაინც ის უნდა აირჩიო და უნდა ააშენო სიტყვაზე რაღაცები. ცხადია ეს არ არის. მე როდესაც მანამ სანამ მე პარლამენტში მოხვდებოდი, მანამ სანამ მე ნაციონალურ მოძრაობაში მოხვდებოდი, მე ვიყავი ერთ-ერთი კრიტიკოსი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პოლიტიკის. ნაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა მე ეს ბევრჯერ ვთქვი, არის ძალიან მრავალწახნაგოვანი და აქვს ძალიან ბევრი მიმართულება. მე არ მომწონდა გარკვეული მიმართულებები ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის, მათ შორის შემიძლია ეხლა ჩამოგითვალოთ ერთი რომ სამართალდამცავი სტრუქტურების დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ ჩემი საზრით იყო ძალიან არასწორი, რბილად რო ვთქვათ. ანუ აღიარებთ რომ ბიზნესში იყო საკმაოდ სერიოზული ჩართვა ეს ტერორიზმის საკუთრების უფლების დაცვის მხრივ იყო სერიოზული პრობლემა. ამას აღიარება არ უნდა, ხა შეგიძლიათ ნახოთ იგივე ის doing business-ის რეიტინგი სადაც ჩვენ ძალიან წინ ვართ, მე ვერ ვადგიზებთ, მაგრამ ამ კონკრეტულ კატეგორიაში რაც ეხება მაგათ საკუთრების უფლების დაცვას, ჩვენ გვაქვს ცუდი პოზიციები. სახელმწიფო ხარჯები იყო ძალიან მაღალი, ჩვენ ხარჯავით დაახლოებით 35-36% და ეს იყო ჩემი საერთოდ არასწორი, უფრო ნაკლებად დაგეხარჯა ეკონომიკა, უფრო სწრაფად გაიზრდებოდა. იყო რაღაც ტიპის სახელმწიფო პროექტები, რომელიც ჩემი საერთოდ იყო სრულიად უაზრო, მაგალითად სახელმწიფო რომელიღაც სამინისტრო შეიძლება უცებ დაეწყო რაღაც სათბურების შენებლობა ან რაღაც კურდღლების ფერმის შენებლობა და ჩემს საერთოდ სული სისული გადაყრილი ფულია, მაგრამ ამაში არ იხარჯებოდა რაღაც 100 მილიონი, იხარჯებოდა რამდენი მილიონი, არასწორი იყო ეს ფული იყო წყალში გადაყრილი, მაგრამ არასწორი იყო. მაგრამ ამის გარდა ეკონომიკური პოლიტიკა შედგება კიდე ძალიან ბევრი სხვა ფაქტორებისგან და ყველა სხვა ფაქტორები იყო ძალიან სწორი. სწორედ ამის გამო წინა წლებში ეკონომიკა იზრდებოდა კარგად. ეხლა ჩვენ რასაც ბოლო წელი ვუყურებთ არის ის რაც სწორი იყო, ის ყველაფერი ჩამოანგრიეს და ჩამოშალეს და ამის გამო ეკონომიკა გაჩერდა და ისაც არასწორი იყო, იქაც არაფერი მაინც ამას არ გაუმჯობესებულა, იმიტომ რომ არასწორ ფულის ხარჯავს ჩვენ ეხლა ხედავთ, მაგალითად მომავალ ბიუჯეტში არის ჩადებული რაღაც 22 მილიონი რაღაც სტარტაპების დასაფინანსებლად, რაც არის სრული უაზრობა, ეხლა 27 მილიარდიან ეკონომიკაში 22 მილიონი რაშიც არ უნდა გადაყარო, რასაკვირველია არანაირ სტიმულირებას ეს ეკონომიკას არ მიცემს. ისევე როგორც რაღაც 63 მილიონი გადაყარო რაღაც იაფის ესხების გაცემაში, ეს არის ზღაპარი. არაფერი არ იქნება, ეს არის პოპულისტური პროგრამები, რომელსაც როგორც ჩანს ისინი გამოიყენებენ ადგილობრივი არჩევნებისთვის, მაგრამ არანაირი ეკონომიკური ეფექტი ამას არ ექნება. ბატონო, მინდა კითხოთ ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსთან დაკავშირებით, ეს რომელმაც ბოლო დღების განმავლობაში დიდი ვნებათახელვა გამოიწვია, თქვენ გამართეთ პრესკონფერენცია და 9 კითხვით მიმართეთ საქართველოს მთავრობას. გუშინ ერთ-ერთ კითხვაზე ჩვენ სტუდიაში დავით ბერძენიშვილმა გიპასუხა და თქვა რომ ივნისის პირველ ნახევარში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დანარჩენი 8 კითხვა თუ არის ამასთან დაკავშირებით პასუხი და თუ მიიღეთ ხელისუფლების მზაობა კონსულტაციების შესახებ, გუშინ ისინი ამბობდნენ რომ მათი კარიღია და ისინი მზად არიან მსჯელობისთვის. არა, ჯერჯერობით დანარჩენ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, რაც განცხადებით მოვისმინეთ, იქ საუბარი არის რომ ამ თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით იქნება საპარლამენტო განხილვები და უკვე დანარჩენი დახვეწა ამ კანონ პროექტის მოხდება კომიტეტების დონეზე, თუმცა ჩემი კითხვები, რა კითხვების მე დავსვი, ეხებოდა ძირითად პრინციპებს ჩვენ გვაინტერესებდა ზოგადად
საით მიდის ეს რეფორმა, იმიტომ რომ ერთი რომ თვითონ ის კანონპროექტი რომელიც დევს ახლა მაგალითად ერთ-ერთი სამინისტროს ვებგვერდზე ის ტოვებს ძალიან ბევრ კითხვას, მაგრამ მეორე ის არის დასახვეწი თუ დასაწერი. იქ არის რაღაც საკითხი რომელსაც ჩვენ ხარს უჭერთ, მაგალითად ჩვენ ხარს უჭერთ იმას რომ ჩატარდეს პირდაპირ არჩევნები და პირდაპირ იქნება არჩეული მერები და გამგებლები, ჩვენ ხარს უჭერთ იმას რომ გაიზარდოს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, რომლებიც გამოეყოფა რაიონებს და იქნება ცალკე ქალაქი როგორც თვითმმართველი ერთეული და არის კიდე რაღაც პრინციპი რომელსაც ხარს უჭერთ, ცალსახად არ უჭერთ ხარს ბევრ რაღაცებს, მაგალითად იქ საუბარი არის რომ უნდა შეიქმნას რაღაც სახალხო კრებები თუ სახალხო საბჭოები და უბნის საბჭოები და ასეთ რაღაცეები. ის რაზეც ხედავენ სეპარატიზმის საფრთხეს, არასაპარლამენტო ეს არახება სახალხო საბჭოებს, ეს ცალკე თემა არის, არანაირი საკონსულტაციო საბჭოს. ცხადე იქ არ არის ჩადებული, იქ საუბარი არის. თქვენ არ ეთანხმებით არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც ფიქრობს, რომ მოქმედი კანონპროექტი, რომელიც რეგიონალური განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე დევს, თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, იქ არის ქვეყნის დაშლისა და სეპარატიზმის საფრთხე. არანაირი ასეთი საფრთხე ამ კანონპროექტში ჩადებული არ არის. ჩვენ ამ შემთხვევაში ვეთანხმებით უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელს, რომელმაც თქვეს რომ ასეთი საფრთხე ჩადებული არის, ნამდვილად არ არის. მე არ ვიცი რა საფრთხე დაინახეს. მე უფრო მგონია რომ ერთის ხრივ მოხდა ის რომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პატრიარქმა და არსებობენ რაღაც პოლიტიკური თუ კვაზიპოლიტიკური ძალები, რომლებიც როგორც წესი ასეთ შემთხვევაში ხშირად პარაზიტირებენ ხოლმე და ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამაზე და მათ რაღაც უცებ აყვნენ და გადაეთანხმნენ პატრიარქის პოზიციას, რომელიც ჩემის აზრით რომელსაც არ ქონდა, ან ქონდა არასწორი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არანაირი ესეთი სეპარატიზმის საფრთხე იქ არ არის. ზოგადად მე პირადად არ უჭერ ამ რეგიონული საბჭოების შექმნას ხარს, მაგრამ არა იმიტომ რომ რაღაც სეპარატიზმის საფრთხე, არამედ იმიტომ რომ შდება რაღაც დამატებითი ბიუროკრატია, რომლის შენახოთ სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი დაუგზება და ამ სახელმწიფოს ამ ბიუჯეტით და მომავალ ბიუჯეტით ამის ფული უბრალოდ არ აქვს და ამიტომ ეს მეორე რგოლი, რომელიც სრულყოფილად არც არის ჩადებული ამ კანონში, რომ მეორე თვითმმართველობის რაღაც დონე ჩაიდოს, ჩემის აზრით სრულიად ზედმეტი არის და თუ იქ იქნება რაღაცა ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც რაღაც რეგიონული მასშტაბის იქნება, ეშება ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააკეთოს და ამის არ არის აუცილებელი რაღაც დამატებითი რგოლის შექმნა. ამიტომ კიდევ ერთხელ იქ არის რაღაცა პრინციპები, რომელსაც ჩვენ ხარს უჭერთ, არის რაღაცა პრინციპები, რომელსაც ჩვენ ხარს ცალსახად არ უჭერთ, მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც არის იქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც აუცილებლად მინდა ჩვენი საუბრის დასაწყისად დაგისვათ კითხვა, იქ არის ბიომეტრიული მონაცემებით ადგილობრივი არჩევნების ჩატარება, ის რაც იყო ერთ-ერთი მთავარი დაპირება. იმ შემთხვევაში თუ ეს ვერ მოესწრება, თქვენ ფიქრობთ, რომ არჩევნების ობიექტურად ჩატარებას შეიძლება დაუსვათ კითხვის ნიშანი? არა, ჩვენ გვქონდა გვაინტერესებს, იმიტომ დაპირება იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ ამას გააკეთებდნენ და გვაინტერესებს აპირებენ თუ არა ისინი ამის გაკეთებას, იმიტომ რომ ამასაც გარკვეული თანხები ჭირდება, რამდენიც მე ვიცი, 40 მილიონ ლარამდე არის საჭირო ეს პროექტი რომ ბოლომდე გახორციელდეს. ამას მე ადმინისტრირების ხრივაც ეს არის საკმაოდ რთული, მაგრამ გვაინტერესებს შემდეგი არჩევნებისთვის ჩვენ ვემზადებით და გვაინტერესებს რა ტიპის არჩევნებს მივიღებთ. ამიტომ იქ ხო ბევრი კითხვები თვითონ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მათ შორის ზოგადად როგორ ჩატარდება, იქნება ეს ბიომეტრიული რეგისტრაცია გაკეთებული თუ არ იქნება გაკეთებული, ამას ჩვენთვის აქვს არსებითი მნიშვნელობა. ამ ყველაფერს ჭირდება მომზადება, მასაკუთრებით მას შორისაც გვეუბნებია, რომ არჩევნები ჩატარდება ივნისში, ძალიან ცოტა დრო არის იმისათვის, რომ ჩვენ მოვემზადოთ, მაგრამ თუ ჩვენ არ გვეცოდინება როგორი იქნება თამაშის წესები, ძალიან გაგვიჭირდება რაღაც მომზადება, რომ განსაკუთრებით ოპოზიციური პარტია ვარ და გარკვეული მომზადება გვჭირდება, მათ შორის რეგიონებშიც. სწორედ ამის გამო ჩვენ დავსვით ეს კითხვები, რომ გავიგოთ კონკრეტული პასუხები, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას შემდეგი არჩევნები, რა სისტემით უნდა ჩატარდეს და როგორი იქნება ზოგადად ეს ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურა, ამაზე თუ გვექნება პასუხები, ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე რაღაც საფუძველი ერთის ხრი, საფუძველი კომენტარები გავაკეთოთ და მეორე ხრი უფრო კონკრეტულად თქვა რას უჭერთ ხარს და რა იქნება ჩვენი საზრით არასწორი და რა იქნება ჩვენი საზრით სწორი რომ გაკეთდეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება საპარლამენტო ფორმატში, კომიტეტების ფორმატში, ვნახოთ, როდის დაიწყებენ ამაზე დისკუსიებს. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ მიყავით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ტელემაყურებელს მინდა შევახსენო, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი ზურაბ ჯაფარიძე პასუხობდა დღევანდელ ჩვენს კითხვებს. ამავე თემაზე ბიუჯეტი 2014 რისკები და არსებობს თუ არა ქვეყანაში ახალი ეკონომიკური კრიზისის დაწყების საფრთხე. ამავე თემაზე რეკლამის შემდეგ უკვე საუბარს ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერთან გოგი თოფაძესთან ერთად გავაგრძელებთ. რეკლამა გაივლის მალე არ გადართათ. თქვენ უყურებთ TV3-ს, ეს არის ток-შოუ დიდი პოლიტიკა და ჩვენი სტუდიის შემდეგ სტუმართან გოგი თოფაძესთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო გოგი, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო გოგი, ლარის კურსი ეცემა, ფასები იზრდება, ოპოზიცია კი ამბობს, რომ საქართველოს საბერძნეთიზაციის გზას დაადგა და თუ ეს კურსი გაგრძელდება, დეფოლტი გარდაუვალია. რა ხდება და რეალურად არის თუ არა რეალური მართლაც ის სტატისტიკა და განგაში ზარები, რომელსაც თქვენი ოპონენტები შემოსწმენ? მოგესალმებით, საღამოშვიდობისა. სამწუხაროდ მე რამდენად ვისმენთ ჩვენი ოპონენტების კრიტიკას და ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ გააქტიურდნენ, რომ მოახლოვდა ახალი არჩევნები, სადაც ბუნებრივია, რომ
უკვე ვერ მიახსენე იმ შედეგს, რაც მაგარ მიაღწიეს, ვერაფერს ვერ გააყალბებენ და დარჩათ ერთი რამ, რომ ილაპარაკონ საზოგადოება ისევ გააბრუნონ, რა კარგები ვიყავით ჩვენ, რა ბევრი გავუკეთეთ ჩვენ ქვეყანას და რა საძაღლები და ცუდები არიან, ბიძინა ივანიშვილი, თქვათ ირაკლი ღარიბაშვილი, დათო ახალი ხელისუფლებით რა ცუდები არიან და რა ცუდ პერსპექტივას გვიხატავენ. მე სამწუხაროდ თავიდან ვერ მოვისმინე ჩემი ოპონენტის გამოსვლა, მაგრამ რაღაც მეორე ნაწილი მოვისმინე და მინდა გითხრათ, რომ საკმარისია ეს ტყუილები, ეს გაბურება ხალხის არ არის ესე. თქვენ 9 წელი მოგვაწევეთ და რა დღეში დატოვეთ ქვეყანა, ყველამ კარგად იცის. გასაგებია ბატონო გოგი, თუმცა საზოგადოების ძალიან დიდი ნებათაღელვა გამოიწვია ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნამ. როდესაც ლარის კურსი ეცემა და შესაბამისად მოქალაქეებს მაგალითად ეს მომძრა, სად არის ეს? მე ბატონო გოგი, დარო შემაწყვეტიოთ, მე უსმენდი, კი ბატონო, ჩვენ აუცილებლად გვექნება საშუალება, გვაქვს იმის საკმარისი დრო, რომ თქვენ გქონდეთ აბსოლუტურად ყველა ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება. უბრალოდ მე მინდა მიმდევრობით მივყვე ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელმაც ბოლო პერიოდში საზოგადოების ნებათაღელვა გამოიწვია, ეს არის ბატონო გოგი ლარის კურსი, რომელიც ეცემა შესაბამისად მოქალაქეების დიდ ნაწილს თუნდაც კრედიტი გააჩნიათ უცხოურ ვალუტაში და შესაბამისად საკუთარი დანაზრება კიდევ უფრო მეტი თანხა უნდა გაკეთონ. აქ ჩემმა ოპონენტმა უკვე ილაპარაკა ამაზე და თუ ლარის კურსი მე მაინტერესებს თქვენი როგორც ხელისუფლების პასუხი. მე მაწყვეტიებ, თორე ახლა არ გაწყვეტილეთ, ბატონო გოგი გისმენთ. მე გთხოვთ 5 წუთი მომეცით საერთოდ. კი ბატონო, გისმენთ. ამ კითხვაზე ძალიან მოკლედ გეტყვით, როცა ლარის კურსი ეცემა, ეს ექსპორტი იზრდება. თვითონ თქვენთან იყო სტუმარი ახლა, ცნობილი ეკონომისტია, კი ბატონო, არ ვდაო. ეს ნიშნავს, რომ ექსპორტი გაიზრდება, იმპორტი შემცირდება. ეს თუ ცუდია ეკონომიკისთვის, ეს კითხეთ უფრო ცნობილ ეკონომისტებს, თუ ჩემი არ გჯერავთ. ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს არის ერთი. საერთოდ ის მონაცემები, რომელიც მოყავთ ახლა ჩვენ ოპონენტებს, მიუღებელი აბსოლუტურად და საღათ მოაზროვნე ხალხი, მოსახლეობა კარგად გაანალიზებს ამას. დავიწყოთ იქიდან, რომ რაც ჩამოყვა თქვათ ის უარყოფითი მხარები, რომელიც ჰქონდა ჩვენ ხელისუფლების თქვათ წარმომადგენლებს. არავინ არ თქვა, არც ერთმა არ თქვა, რომ 1.140 მილიონი ლარი წინა ხელისუფლებამ დააყაჩაღა ბიზნესი და წინსწრებით გადაახტევინა. ეს 1.140 ლარი, რომელიც ჩაითვალეს 2012 წელს წინა ხელისუფლებამ და მე გასათვლელი გახდა ამ ხელისუფლების, ნახეთ რამდენად დაარღვევს ამ ბალანსს. ეგ არის დაახლოებით 15%. რო ლაპარაკობენ რაღაცის ვარდნაზე, ავიღოთ 1.140 მილიონი. ჩამოვაჭრათ იმ ხელისუფლებას და დავუმატოთ ამას, რომელიც უნდა გავისტუმროთ. და ნახეთ რა შესანიშნავი ეკონომიკური მაჩვენებლები ხდებოდა. ეხლა მეორეს გეტყვით. არა ერთი პროექტი, რომელმაც შექმნა ის ვითომდა იდეალური მაჩვენებლები 2012 წელს. უაზრო პროექტები. ეს დავიწყოთ ლაზიკა, ანუ ანაკლი ერთი და იგივეა. ავიღოთ ის პარლამენტი, სადაც ჩვენ ახლა მოღვაწეობთ. 347 მილიონი ლარი დაიხარჯა აი ამ შენობაზე. შეიგი, წარმოიდგინეთ. ზურაბ ტყემალაძეს ევალა მის კომიტეტს შეესწავლა ეს საკითხი. არც პროექტი არსებობს მთლიანად. არც დამკვეთი, არც შემსრულებელი. ვინ დააფინანსა ეს 347 მილიონი, რატო დაუჯდა? და სხვათა შორის, ეგ რამდენი პროცენტია იცით ჩვენი ფინანსში და პროდუქტში? ხო, ძალიან მაღალი. აი ეგეთი პროექტები, იქ ლაზიკა იყო თქვათ, იქ რკინიგზა იყო, რომელიც გამოიყვანეთ აეროპორტიდან ქალაქამდე, რომელიც არცად არ გამოიყენება. აი ესეთი ციფრების მოყვანა უხერხულია რა. აი ავიღოთ, თქოთ მე თუ კიდე იქნება თქვენ ეთერში თქვენი ჩემი ოპონენტი, აი ეს 1.140 მილიონი გათვალოს. რა მაჩვენებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ ეს თანხა ამ ამათ კი არ წაერთვათ. ეს ჩვეულებრივად ეს დამატებითი ღირებულება და სხვა გადასახადები მოეხმარა ახალ ხელისუფლებას. ეს ერთი. ამიტომ
ლაპარაკი ამ რაღაც აბსტრაქტულ მაჩვენებლებზე აბსოლუტურად მიუღებელია. ნახეთ, პენსიები გაიზარდა, მეტად ნაკლებად გაიზარდა ეს. თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების მიერ ჩადებული პუნქტი. არა, პუნქტი, მაგრამ არ შესრულებული პუნქტი. წინა ხელისუფლებას ჩადებული ქონდა უამრავი ძალიან საინტერესო წინა საარჩევნო დანაპირებები გაიხსენეთ, რომელიც ავიწყდებოდათ მეორე დღეს და ეს ერთი დაზღვევები სამედიცინო პრაქტიკულად ნორმალური მოქალაქე ვერ მიდიოდა საავადმყოფოში. რა დაზღვეულია პრაქტიკულად სულ მეტნაკლებად პრაქტიკულად ხელფასები გაიზარდა. სოფლის მეურნეობაში რაც მოხდა თუ გახსოვთ თქვენ ამდენი ნამუშევარი ამდენი აქტივობა სოფლის მეურნეობაში პირიქით წინა ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი ბატონი კახა ბენდუქიძე იმას კიოდა რომ არ გვინდა სოფლის მეურნეობა ეგ არაფერს არ მოუტანს და ამის მერე ესე იგი ძალიან კარგად გამოიყენა ეს აქტივები რომელიც ჰქონდა ინსტიტუტებს და სოფლის მეურნეობის მინისტრები და ეხლა თურმე აქტუალური გახდა სოფლის მეურნეობა. როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, როცა სოფლად ნახევარი საქართველოს ცხოვრობს. და ბევრი სხვა მაგალითი შეიძლება მოვიყვანო, რომელიც უკვე დიდი ძურების შედეგია. ეხლა წარმოიდგინეთ ის, რომ 2013 წლის დასაწყისში, რა თქმა უნდა, იყო ძალიან ბევრი პრობლემა, ახალი მთავრობა დალაგდა, სანამ ჩამოყალიბდა, თანამ ძველი ვალები გაისტუმრა, რაღაც დაიწყო. რა თქმა უნდა, პრობლემები იქნებოდა, მაგრამ ძალიან კარგად განაცხადა ყოფილმა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ პირველი წელი რეალური წინსვლა არ გამოჩნდება, მეორე და მესამე წელს თქვენ ნახავთ საქართველოში და წინსვლა იქნება და მეოთხე წელს საერთოდ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იქნება. და ჯერ ბიძინა ივანიშვილს არაფერზე არ დაუხევი უკვე. ანუ ეს დაპირება რჩება ძალაში. ბატონო? ანუ ეს დაპირება და ეს პროგნოზი და გათვლა რჩება ძალაში. მაშინ მინდა კითხოთ. რა თქმა უნდა. ბატონო გოგი, მინდა კითხოთ პენსიასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს 150 ლარამდე გაიზარდა, თუმცა თქვენი საარჩევნო დაპირება იყო სრულიად განსხვავებული ციფრი. რატომ ვერ მოხერხდა წელს პენსიების ზრდის ჩადება მომავალი წლის 2014 წლის ბიუჯეტში, მაშინ როდესაც თუნდაც 127 მილიონი ლარის გამონახვა მოხერხდა იმისთვის, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს გაეზარდოთ ხელფასი. სხვათა შორის, მოდით ვთქვათ 150 ლარი იყო წინა ხელისუფლების გათვლა მინიმუმზე. ასწორებული მინიმუმი. ეს იმათი გათვლა იყო. და იმათი გათვლით, რაც იყო და იმათმა ვერ შეასრულეს, ივანიშვილმა შეასრულა. მომავალ წელს შეიძლება რეალური დიდი ზრდა არ იყოს, მაგრამ პენსიების გაზრდა და რეალური მინიმუმი საცხოვრებელი იქნება აწეული, გახდება 200 თუ 260 ლარი, რაც იქნება, რა თქმა უნდა, ეგაც შესრულდება. როდის გაკეთებული პირობა არ არის შეუსრულებელი. ამ მომავალი გათვლა როგორია, პროგნოზი როგორია? არა. წარმატებული იქნება რაზეა ლაპარაკი? არა, პროგნოზი როგორია თქვენთვის? 260 ლართან გათანაბრებული პენსია, რაც თქვენ საუბრობთ და საარსებო მინიმუმის 260 ლარამდე აყვანა. რამდენ წლიანი პერსპექტივაა თქვენი პოლიტიკური გუნდის? მე არ მithქვას, მე გითხარით რომ საარსებო მინიმუმი გათვლილი იყო წინა ხელისუფლების მიერ 150 ლარი, ხო? დიახ, მაგრამ თქვენ თქვით ეს შესრულდა, არა. დიახ. ეს შესრულდა ამ ხელისუფლებამ, იმან ხო არ შეასრულა. ახალმა ხელისუფლებამ შეასრულა იმათი დანაპირები. ეხლა რეალურად შეიძლება გაიზარდოს 200 იქნება, 260 რამდენი იქნება, არ ვიცი მე, მაგრამ რაც გაითვლება და იქნება მინიმუმი, იმას ეს ხელისუფლება შეასრულებს. რა ვადებში არის? ეს მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენც ხო ხვდებით, რომ 150 ლარი პენსიონერისათვის არ არის საკმარისი თანხა. როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ მეოთხე წელი თქვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის იქნება ქვეყანაში ერთ-ერთი სტაბილური და ეკონომიკურად წარმატებული. აი რა პერიოდზე თვლით, რომ რეალურად ამ ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ სატელევიზიო ეთერს უყურებენ, მათთვის ის სახელმწიფო დახმარება, ის პენსია იქნება გაზრდილი? ერთ რამეს გეტყვით, ის რასაც პირდებოდა წინა ხელისუფლება და არასრულებდა ეს ყველა ვიცით. ახალი ხელისუფლება რო პირდება, მე გითხარით, შეიძლება 200 იყოს, შეიძლება 220 იყოს, შეიძლება მეტი იყოს, მაგრამ გაითვლება საარსებო მინიმუმი, რაც უნდა ქონდეს თითოეულ და სწორედ იმდენი გაკეთდება ალბათ მომავალ წელს თუ არა, შემდეგ წელს. ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად რეალურად დავიხსნით იმ ვალებს. ეცეღან ახსენა ჩემმა
ოპონენტმა, რომ იზრდება საგარეო ვალი. ეს საგარეო ვალი ვინა იყო? პირიქით 600 მილიონი წელს ჩამოვაგდა საგარეო ვალს, რომელიც აიღო წინა ხელისუფლებამ და ახალმა ჩამოწერა. თუმცა ისინი საუბრობენ ბატონო გოგი, მე მინდა შეგახსენოთ სურა ჯაფარიძის სიტყვები. მან თქვა ჩვენთან სტუდიაში, რომ წინა ხელისუფლებამ თქვენს პოლიტიკურ გუნდს დაუტოვა საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ანგარიში სპეციალურად სავალუტო ფონდის მომსახურებისათვის, ვალების მომსახურებისათვის განკუთვნილი 350 მილიონი, ასევე დაუგეგმავი კიდევ 600 მილიონი, რომელიც შეიძლებოდა თავისუფლად დაფარულიყო ეს ვალები. თქვენი სტახა დაგხვდა თუ არა? არაფერი გენაცვლები, მე გითხრათ, რომ 600 მილიონი გადაიხადა წინა ხელისუფლების აღებული ვალებიდან. და ეს ვალები რატომ არ ასახელებს წინა ხელისუფლება რამდენია ქლიანი საგარეო ვალი? როცა ლაპარაკია 10 მილიარდზე, 11 მილიარდზე, რატომ არ ასახელებს რეალურ ვალს? ვკითხოთ ერთი რა, თუმცა ბატონო გოგი, თავარი პრეტენზია, რომელიც თქვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ თქვენს ოპონენტებს ჰქონდათ, რომ ვალების აღება ხდება ეკონომიკური ზრდის არაპროპორციულად და დღეს კონკრეტული მაგალითების დაასახელა, ანუ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თუ არის ერთი, ვალების აღება ხდება არაპროპორციულად, ანუ იმაზე მეტი ვალის აღება ხდება, ვიდრე რეალურად ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იქნება, განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჩვენს ეთერში. ეთანხმებით მის ამ მოსაზრებას და მინდა ჯაფარიძემ პარლამენტში რო გამოდიოდა, ძალიან ბევრი აბსტრაქტული ციფრი მოიყვანა. მე მაშინ გეტყვით, რაც გასაგები იქნება საზოგადოებისთვის. რაში გამოიხატება ზრდა? მოიმატა ხელფასებმა, მოიმატა პენსიამ, დაზრევა არის, ვალები მცირდება, უარყოფითი სალდო, დამანგრეველი, რომელიც იყო წინ, 5%-ით შემცირდა იმპორტი, 6%-ით გაიზარდა ექსპორტი. ეს არის ძირითადი მაჩვენებლები. ეს არის დასაქმება ხალხის, ეგ არის სხვადასხვა. ეხლა ის რაღაც გრაფიკებს მოიყვანენ. ამით არის საზოგადოება. საზოგადოება უნდა გაიგოს მარტივი ენით. რა ელოდება? მე ვიმეორებ, ელოდება ყოველ წელს ძალიან სერიოზული წინსვლა, რასაც პირდებოდა ხელისუფლება, იმას შეასრულებს და გადააჭარბებს დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ჯერ არც ერთი განაპირები არც ერთი თქვაც რეალური რომ არ ყოფილიყო ის ხელის შეშლა. თქვენ გაიხსენეთ, რამდენი ვეტო დაადო რეალურ კანონებს პრეზიდენტმა, რამდენი ვეტოს გადალახა თქვენს მიერ ხომ მოხდა? არა. ეხლა აი პრეტენზია მაგალითად იგივე ჩვენი ოპონენტების. ივანიშვილი შეპირდა 60 ქარხანა აშენდება და ყველა რაიონში იქნება ახალი ქარხანა. ეხლა თქვენ გამოცვლილი ჟურნალისტი ხართ, ალბათ ეკონომიკაში კარგად. შეიძლება რომ ერთ წელიწადში მომზადდეს ბიზნეს გეგმა, პროექტი, შევიძინოთ ინვენტარი თქვა, თლიანად მარკეტინგული სისტემა შევისწავლოთ და ეს არ კეთდება, იმან თქვა და გააკეთებს. 60 კი არა, ალბათ 100 გააკეთებს, იმიტომ რომ საბოლოო საუბრებიდან გამოჩნდა, რომ აუცილებელია მთელი რიგი ქარხნების და პირიქით, ეხლა გეგმა შეიძლება რომელ რაიონში რა გაკეთდეს, რა პროფილით გაკეთდეს და ეს ყველაფერი კეთდება, მაგრამ აი ეს რიტორიკა აი ეს რასაც ჩვენი ამაზე ისევ ბიძინა ივანიშვილი მუშაობს, როგორც ყოფილი პრემიერი, რომელიც სამოქალაქო სექტორში გადავიდა და მთავრობამ აიღო ეს ვალდებულება საკუთარ თავზე. ბიძინამ იმუშავა, გააკეთა, რაც გააკეთა ის, რომ ვერ გააკეთა და ვერ არის. მე მგონი მოგვაცილა ეს ხელისუფლება, რომელმაც ჩაგვაფლო ვალებში, დაუკარგა ავტორიტეტი ქვეყანას აბსოლუტურად ყველანაირი, ნუ აღარ მოუყვები რაც გააკეთეს ამათმა, რაც გასაგებია ისინი უკვე აღარ არიან ხელისუფლებაში, ახლა თქვენ ხართ ხელისუფლებაში და საზოგადოება შესაბამისად თქვენგან მოითხოვს პასუხს, ბუნებრივია. მათ თქვენ ინგასტილიბად გენაცვლები აგრესიული სიცით მომისმინეთ, მე მთხოვთ. ბატონო გოგი, გისმენთ მე გაგცემთ პასუხს. ის დავანებოთ ბიძინავრიშვილს, იმან თავის სიტყვა შეასრულა, თავიდან რომ მოვიდა პოლიტიკაში თქვა, მე 2-3 წელი ვიქნ, მე ამოვიყვან ქვეყანას ამ უსკრუნიდან და მე დავტოვებ გუნდს, რომელიც გააგზავნებს ჩემხას. არც ერევა ახლა არაბერი, ძალიან კაი ხალხი მოვიდა, ძალიან მშვენიერი პრემიერ-მინისტრი ყავს ახალგაზრდა ბიჭი, მაგრამ ძალიან პრინციპული, ძალიან ბევრის გამკეთებელი, შეისწავლა რამოდენიმე მინისტრი რაღაცა, ეს ყველაფერი იმიტომ მკეთდება, რომ ის ხარვეზები რაც ვერ გამოსწორდა იმ მოკლე პერიოდში, ეხლა მოეწყო პასუხი ძალიან ბევრ დამნაშავეს, რომელიც ამდენი ხანი რაღაცნაირად ვერ ხერხდებოდა, ისევ და ისევ ალბათ იმ გუნდის, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ უნიათობით, დღეს ძალიან ბევრი რამე დადგება თავისთავად, ვინც რაღაცა დააშავა, ვინც ქვეყანას. ვისი უნიათობით, ბატონო გოგი? ბატონო? ვისი უნიათობით ვერ მოეთხოვათ პასუხი? იმ ახალი ხელისუფლების, რომელიც დანიშნა, რომელიც იყო დანიშნული, ზოგიერთმა ვერ მოახერხა, ვერ გასწია თავის. გადააყენა, სწორედ გააკეთა ძალიან ბატონმა ირაკლიმ, მოიყვანა უფრო
ქმედითი გუნდი და ძალიან მალე ნახავთ როგორ მოეთხება პასუხი ყველა იმას ვინც ამდენი უბედურება აკიდა საქართველოს. თქვენ ყოფილ მთავარ პროკურორს გულისხმობთ ბატონო გოგი? ბატონო, თქვენ ყოფილ მთავარ პროკურორს გულისხმობთ ამ შემთხვევაში? არა, მე გულისხმობ ახალ გუნდს, რომელიც ერთად შეკრული. არა, უნიათო გუნდი, რომელზეც საუბრობდით. არა, მე ვლაპარაკობ ის გუნდი, რომელიც თავიდან იყო, შეიძლება ზოგიერთმა ვერ გაწია ზოგიერთმა, შეიძლება ზოგიერთი კიდე შეიცვალოს, მაგრამ თან კომპლექტება და ჩამოყალიბდება ის გუნდი, რომელიც საქართველოს აი ამ გაჭირებიდან ძალიან მალე გამოიყვანს. ეს თქვა ბიძინა ივანიშვილი და ამას მისი გუნდი შეასრულებს. ბევრი აგებს პასუხს, აცხადებ თქვენ ბატონო გოგი, რას ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, წინა ხელისუფლების საქმიანობის გამოძიების პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავა? რა თქმა უნდა, გაგრძელდება ობიექტურად. არავითარი ზეწოლა არ იქნება. არის რაც ხდებოდა ქართულ ციხეებში, ალბათ კარგად იცის საპრობილებში რა გეთდებოდა. ეს არ იქნება, მაგრამ ცივილურად იმდენი მასალები აქვს და იმდენი კატასტროფა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, იმდენი ოჯახი დააობლა, იმდენი გაუბედურა, აი ეს მილიარდ 140 რო გითხარით, რამდენი ბიზნესმენი დააქციეს ამით, როდესაც საბრუნავი ხელისუფლება არ დაუტოვეს და ერთი წელს ადრე გამოართვეს ამხელა თანხები. აბა დავთვალოთ ეს და გადაიყვანონ ეს ტიპი პროცენტებში ჩვენმა ოპონენტებმა, რამდენი გამოუვათ. ბატონო გოგი, მოეძებენ რაღაც აბსტრაქტულ ციფრებს. ეკონომიკას აქვს თავის ძირითადი მაჩვენებლები და იმაზე ვილაპარაკოთ. ეს მაჩვენებლები არ აქტებს, დიახ. ბატონო გოგი, არსებობენ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომელთა პასუხისგებლობის საკითხით შეიძლება ისევ დადგეს საგამოძიებო უწყებების მიერ. გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, თუმცა დღეს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის. არა. სწორედ ამიტომ შეიცვალა პროკურორიც, შეიცვალა თქვა სხვადასხვა უწყებებიც, სწორედ იმიტომ რომ არასაკმარისად მიდიოდა ეს გამოძიებები. არავითარი კოჰაბიტაცია არ იქნება, განაცხადა წინა პრემიერ-მინისტრმა, ახალმაც არ იქნება არავითარი დანდობა იმის, ვინც დააშავა, ვინც ჩაიდინა დანაშაული ქვეყნის წინაშე დანაშაული ადამიანის უფლებების წინაშე, ყველას მოეთხოვა პასუხი. არავის არ კონდეს იმედი, რომ ვინმეს შერჩება, ჩვენ თელ საზოგადოებას დღეს საქართველოში ყველასთან ეგ საკითხი აინტერესებს. სამართალი არ ხდება თუ არა საქართველოში? მოხდება თუ არც პენსიას კითხულობს ხალხი, არც ხელფას, სადაც ხდების ხალხს ოღონდ, იმიტომ რომ ყველა ოჯახი დარბეულია, ყველა ოჯახში მივიდა ეს ტრაგედია. ამიტომ აი ამ საკითხს მე მიმაჩნია, რომ ახალი ხელისუფლება ძალიან სერიოზულად მიუდგება და ძალიან ბევრს მოუწევს პასუხი. აი თუ ესეთი კარგები იყვნენ, აი მითხარით, რატო გაიქცა ეს ჩვენი მინისტრები საქართველოს და ყოფილი მინისტრები? რატო დღეს კეზერაშვილი ერთ-ერთი ფინანსისტი, ერთ-ერთი მოლარე, ესე ვთქვათ, რატო დარბიან ესე ხშირად საფრანგეთში პრეზიდენტი, ქალაქის მერი, რომელიმე ესე იგი იურიდიული კომპანია მოუნახონ, რომელიც დაიცავს და არ იქნება ლაპარაკი იმაზე, რაც მოხდა საქართველოში. ძალიან ბევრი ახალი ფაქტები გაიხსნება დამეწუნეთ მე და თქვენ ნახავთ თუ შევხვდებით აი კიდე რამოდენიმე თვის მერე თქვენ ნახავთ რამდენი ახალი დანაშაული აღმოჩნდება. შეიძლება მათ შორის პირებს შორის რომლებიც პასუხისგებაში იქნებიან მიცემულები ვიხილოთ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მაგას ვერ გეტყვით ახლა მაგისათვის ალბათ დაიბარეთ ან კარბადონი თეა როლოგიანი ვის იუსტიციის არა, რადგანაც თქვენ საუბრობთ, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მიმართ ძიების პროცესის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია მოხდება, აქედან გამომდინარე მე როგორც გუნდის ერთ-ერთ ლიდერს გისვამ თქვენ ამ კითხვას. მოგეუბნებით, მე კი არა, მთელ ხალხს ეგაინტერესებს. ყველა ხო ხედავს რაც მოხდა. ხო ყველასთვის ნათელია რა ხდებოდა. დღეს ეს წინა საარჩევნოთ ესეთი გამოსვლები, რომ ჩვენ თურმე რა კარგები ვიყავით და რა ცუდი იყო წინა ხელისუფლება. ეს ყველაფერი ხო პიარია. ეს ყველაფერი ხო ხალხმა ერთი რამე დაინახა, დანაპირები პირველად, იცით რა უხარია ყველას ძალიან ხალხს, რომ პირველად ნახეს, რომ დანაპირები შესრულდება, შეიძლება ცოტა გაჭიანურდება, შეიძლება ცოტა გაუჭიდეს, მაგრამ ის რასაც პირდებოდნენ 95 წლიდან და მეორე დღეს ავიწყდებოდა ბატონო გოგი, ხელისუფლებას დღეს ხალხს ჯერავს, რომ დღეს რაც შეკვირდა, ის შესრულდება და ეგ არის მთავარი.
ბატონო გოგი, თქვენ ბრძანეთ, რომ სამართლიანობის აქტგენა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც დღეს საზოგადოებას აინტერესებს, იმასე უფრო მეტად, ვიდრე მოიმატებს თუ არა მაგალითად პენსია. მინდა გითხოთ, თქვენს პოლიტიკურ გუნდში არის ძალობა, პოლიტიკური ნება იმისი, რომ პროცესი, რაც შეეხება წინა ხელისუფლების მაღალ ჩინოსანთა საქმიანობის გამოძიება, ეს ყველაფერი გაგრძელდეს. იყვნენ მიცემული პასუხისგებაში ახალი პირები, რომლებიც ძველი მთავრობის დროს მუშაობდნენ, თუ გარკვეულწილად ეს ტენდენცია მისუსტდა და იქიდან გამომდინარე, რომ იყო ძლიერი ზეწოლა და კრიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, შესაძლოა ეს პროცესი ისეთ ინტენსივობით აღარ გაგრძელდეს, როგორც იყო თუნდაც პირველი 1 წლის განმავლობაში. თქვენ ცოტა დასვით საკითხის, ჩვენ გუნდს კი არ უნდა ეს. ანუ პოლიტიკური ნება თუ არის? რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ხალხის მოთხოვნას აყვება და შეუსრულებს. ჩვენ არაფერს ვატყუებთ. საჭიროა ეს, რომ შემდეგში აღარ იყოს ცდელობა ესეთი საქართველოს ქონების, აი ესეთი გასხვისება. მოგიყვანოთ მაგალითები, რომ მრავალმილიონიანი აქტივები, რომ ერთლარადაა გაცემული ვიღაცის ნათესავზე, ვიღაცის ახლობელზე, მე იმან ვიღაცას კიდე გადასცა, მე ვიღაცამ ოფშორში გაიტანა. ეს ჩვენი ქონება იყო. გინდათ მოგიყვანოთ მაგალითი, ერთლარად გადაცემული ხუდონგესის აქტივები, რომელიც 142 მილიონთან შეთავსებული და ერთლარად გადაეცა ვიღაცა, ვის ალბათ ხვდებით ვიღაცა ახლობელს, ხო? აი ეგეთი, აი ეს უნდა ამოვწიოთ, რატომ გასხვის და საქართველოს საკუთრება ერთლარად, როცა მილიარდებზე არის და ის რაც გაცემულია. არ უნდა მოვიკითხოთ და თქვენ ხალხი არ მოგთხოვს, ჩვენ ვალდებულები ვართ ხალხის წინაშე, ჩვენ რაც შევყიდით ხალხს, უნდა შევუსრულოთ. ხალხი ამას ითხოვს, დაიჯობა 9700 მარტო განცხადებაა შესული პროკურატურაში, ვის დაარბიეს, წაართვეს, აწამეს. თუმცა ხშირად ამბობენ, რომ პროკურატურა არაადეკვატურ რეაგირებას ახდენს ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი საქმის გახსოვა არ ხდება. დიახ, მე ძალიან პატივს მაჩიკოს ყოფილ კბილაშვილს, მაგრამ ის ძალიან ისეთი ადვოკატია თავის ბუნებით და პროკურორობა ცოტა სხვა საქმეა. ეხლა იმიტომ შეიცვალა აჩიკო თორე რამე კი არ გავუშვებ პირიქით ძალიან კაი იურისტია რომ ალბათ უფრო ჭირდება მკაცრი ანუ ძველი პროკურორი იყო მობიერი ახალი იქნება უფრო მკაცრი გასაგებია ბატონო გოგი ჩვენთან იქნება ახალი რომელიც ხალხის მოთხოვნას შეასრულებს. გასაგებია ბატონო გოგი თქვენ ახსენეთ რომ არ გამორიცხეთ რომ შესაძლოა საქართველოს მართლ გუნდში მთავრობის მართლ გუნდში მოხდეს კიდევ ცვლილებები. თქვენ ფიქრობთ რომ მინისტრთა კაბინეტის არსებული შემადგენლობა რომელიც დღეს ყავს საქართველოს ქვეყანას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეს არის გუნდი რომელმაც უნდა გააგრძელოს მუშაობა თუ არის მაინც რამდენიმე პოლიტიკოსი რომელიც იკავებს მინისტრის თანამდებობას და რომელიც შესაძლებელია. ბუნებრივია ვის თავის მოვალეობას კარგად შეასრულებს რატო უნდა შეიცვალოს. ეხლა ეგ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. მაგრამ თქვენი აზრით არსებული მინისტრები და ვინმე შესაძლებელი არის დღეს? არ ვიცი, შეგუნა იმან გასაძრო, მე ხო არა ვარ. მე გასაგებია თქვენ პარლამენტის წევრი ბრძანდები და პარლამენტს გააჩნია სერიოზული კონტროლის მექანიზმი მთავრობაზე. ეს არის ინსტიტუცია რომელიც მთავრობას აკონტროლებს. უცებ ამ დრო ახალ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიცეთ დრო თუ იმ არ გააკეთებს. ჩვენ დავაკეთებთ მაგ საკითხს. ჩვენ ვხედავთ რაღაცა შეიძლება რომ რაღაცა ისი არ გაკეთა რაც ჭირდებოდა დღეს ჩვენ. რას ხედავთ? შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითი გითხრათ? როგორ ხედავთ კაცო? რა შეხარჯებოდა ფული ხო გითხარით? საკრავი და თუ კი ჩვენ პრეზიდენტს ძალიან ნაკებს არა 48 მილიონი ქონდა პირად ხარჯებზე და კიდე რამდენი სხვა ხარჯები გაეწია. მოვიდა ახალი პრეზიდენტი. თავმჯდომარე წესიერი კაცი მეათები არ უნდა იმის რაც იმას მიქონდა. და ეს არ არის ფაქტები? რა იყო ეგეთი განსაკუთრებული წინა პრეზიდენტი, რომელსაც 50 მილიონი უნდა თან კიდე რამდენი სხვა დამალული ხარჯია, რომელიც უნდა რადგან დახარჯა თქვენ კარგად იცით, მალაპარაკეთ, აი ეს სხვაობაა. ახალი პრეზიდენტი მაგის მეათეს სარტხოვლობს და მაგაზე პროდუქტული იქნება და არავინ არ დაიჯდება უკანონოდ არავის არ წაართმევენ ბიზნეს ხალხმა დარწმუნდა ამაში რომ არავინ არ დააკაჭაგებს საქმიან წრეებს და ნახეთ რა მალე როგორ დაიწყება აღორძინება ამ ხრივ საქართველოში. მე ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ბატონო გოგი იმისთვის რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ მონაწილეობა დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მრეწველების ლიდერი საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი თოფაძე პასუხობდა თოქ-შოუ დიდი პოლიტიკის კითხვებს ასეთი იყო დღევანდელი დღის მთავარი თემები და მოვლენები რომელიც თოქ-შოუ დიდი პოლიტიკის ობიექტივში მოექცა თოქ-შოუ დიდი პოლიტიკა ურჩაბათამდე გემშვიდობებათ ნახვამდის